მოგესალმებით ეთერში პირდაპირ ეთერში კვლავ არის გადაცემა ქრისტიანობა დღეს. ღვთის მადლით კიდევ ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს და დღეს საუბარს დავიწყებ იმით, რომ ეკლესია განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმყოფება. ანუ ჩვენ ეკლესიის წევრები, ჩვენ ვართ ეკლესია, ხო? განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმყოფებით. ეს განსაკუთრებული მდგომარეობა ნიშნავს იმას, რომ დიდმარხვის პერიოდი უпроსორად დამთავრდა წმინდა 40 და გუშინ იყო ბზობის დღესასწაული და დაიწყო ვნების შვიდეული, რომელიც აღდგომით დაგვირგვინდება. ეს პერიოდი განსაკუთრებული ეკლესიისათვის, იმიტომ რომ შეიძლება ითქვას, ეს არის ერთი დიდი მარხვა თავისი წინამოსამზადებელი და დიდმარხვის შემდგომი ვნების შვიდეულითა და ვნების შვიდეულის შემდგომი ბრწყინვალე შვიდეულითა და შემდგომ სულთ ამაღლებითა და სულთმოფენობის ჩათვლით და კიდევ სულთმოფენობიდან კიდევ ერთი კვირას ყოველთა წმინდათა კვირას ჩათვლით, ეს ერთი დიდი მთლიანი ციკლი, რომელიც მოძრავია, იმიტომ რომ მიმულია აღდგომის დღესასწაულზე და აღდგომა მოგეხსენებათ მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული, როგორც ეს ისტორიულად მოხდა. აი ეს ერთი დიდი ციკლი, შეიძლება ასე ითქვას, ერთი დიდი სახელმძღვანელოა ჩვენს მოსამზადებლად ქრისტიანობაში განსწავლისათვის. ერთი დიდი სახელმძღვანელო, ერთი დიდი კატეხიზმოა. კატეხიზმო ეს არის სიტყვა, რომელიც ნიშნავს ქრისტიანული ამბანის შესწავლას. თუმცა არა მხოლოდ ამბანი, არამედ ის უდიდესი სიღრმეები ქრისტიანობისა, რომელიც ამ ჩვენ საოცარ მოზღვრებას ახლავთ, სრულად არის განფენილი და წარმოჩენილი აი ამ ხანგრძლივი დროის ლიტურგიკულ მსახურებაში თავის საკითხავებით, განსაკუთრებული სახარებებით და სამოციქულოებით, საწინასწარმეტყველოებით, თვითონ იმ მსახურების წესით და სტილით, რომელიც ეკლესიებში აღესრულება. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ადამიანი მას შემდეგ, რაც იგი 60-ში მან ღმერთი დაკარგა, ესე ვამბობთ, თქვათ, რომ ღმერთმა განდევნა ადამი 60-დან, ადამი ნიშნავს ევაც განდევნა 60-დან, იმიტომ რომ ევა და ადამი ერთნი არიან და ადამიანში თითოეული ჩვენთაგანი განიდევნა 60-დან, სინამდვილეში მოხდა ის, რომ ღმერთი განეშორა ადამიანს, იმიტომ რომ ადამიანმა როგორც თავისუფალმა არსებამ თავისი თავისუფლების რეალიზაცია მოახდინა მისთვის საკუთარი თავისათვის არასასიკეთოდ. ეს არის თავისუფალი არსების პასუხისმგებლობა თავისუფლებიდან გამომდინარე, როცა შენ ღმერთი დაბადებიდანვე გაძლევს აი ამ საოცარ იარაღს, ეს იარაღი, რომელსაც თავისუფლება ჰქვია, რადგან მას თავისუფლება გვია, სწორედ მას ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გაძლევს. შენ გაძლევს ამ იარაღს და უკვე უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე დგები, იმიტომ რომ ამ იარაღის ქონა ნიშნავს რადგან ამ იარაღს ჰქვია თავისუფლება, აქედან გამომდინარე ამ იარაღის მოხმარება საკუთარი თავის წინააღმდეგ ისეთივე შესაძლებელია, როგორც შენ სასიკეთოდ მოიხმარო. შეიძლება ასე ითქვას 50-50-ზეც კი არის. და ეს ნიშნავს, რომ როცა ადამიანი ამაყობს თავისი თავისუფლებით და არ ფიქრობს თუ რაში უნდა გამოიყენოს ეს და ძალიან ხშირად თავისუფლებას კერპად აქცევს და აქედან გამომდინარე გაკერპებული არაფერი არ ვაგა. საერთოდ ღმერთს, ცოცხალ ღმერთს რა არის კერპი? კერპი არის ნებისმიერი ობიექტი თაყვანისცემისა, რომელიც და თაყვანისცემა, ხა მაინდამაინც რელიგიურ თაყვანისცემას არ ნიშნავს, გულისხმობს იმას, რომ იგი ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია და ეს არის სწორედ გაკერპება, ნებისმიერი რამ, თუნდაც ის ღვთისაგან მონიჭებული ნიჭები იყოს, ადამიანს კერპთაყვანისცემლად აქცევს და ისედაც ღმერთს დაცილებულს კიდევ უფრო აკარგინებს ღმერთს. და როცა ადამიანმა ეს საოცარი ნიჭი ღვთისაგან მონიჭებული ითა ჩვენ ღმერთს ვგავართ, ხო? ღმერთს ხო ჩვენ ვგავართ, ღვთის მსგავსი ვართ, ზარია, როცა ზარია ცოტა გამოკვეთილად მითხარით. როცა ჩვენ ესე იგი ვცდილობთ, რომ ჩვენ ღვთის მსგავსნი არსებანი ვართ და როდესაც ჩვენ გვეძლევა ის ნიჭები, რითაც ჩვენ ღმერთს ვგავართ და თავისუფლება სწორედ ერთ-ერთი ნიჭია.
და მაგრამ ჩვენ ვივიწყებთ ცხოვრების საზრის, რომ იგი ჩვენთვის ცოცხალი ღმერთია და მასთან მარადიული სიცოცხლე და მისგან მოცემულ ნიჭებს უპირატესობას ვანიჭებთ, ღმერთზე უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და საშუალება, ნიჭი როგორც საშუალება ხდება თვითმიზანი, მაშინ ის კერპათი იქცევა. და სწორედ ამის გამოვლინება იყო ის, რაც მოხდა თავის დროზე, როცა ადამი არჩევანს აკეთებს ძალიან ცუდს და იგი განიდევნება 60-დან და მას შემდეგ ადამიანში თითოეულ ჩვენთან, როცა ვამბობთ ადამიანს, გულისხმობთ თითოეულ ადამიანს საკუთარ თავსაც, ადამიანს აქვს მუდმივი მონატრება ღმერთისა, ანუ ჭეშმარიტი სიცოცხლისა. და ეს მონატრება თვით გაუცნობიერებლათაც კი მოქმედებს ჩვენში ძალიან ძლიერად და ადამიანებში, რომლებიც საერთოდ რელიგიურები არ არიან და შეიძლება თქვათ ათეისტები არიან, საერთოდ რო არ ფიქრობენ ამ თემაზე, მათაც აქვთ ეს მუდმივი ქვეცნობიერი მწუხარება ღვთისაგან განშორებულობისა, ადამიანები მუდამ ეძლებენ ბედნიერებას, ვერ პოულობენ ვერაფერში მას, იმიტომ რომ მას ღმერთის გარდა ვერაფერში იპოვი და აი ეს მუდმივი ძიება ბედნიერებისა, მწუხარება აი ამ ღვთისაგან განშორებულობის გამო ახლავს ჩვენ სიცოცხლეს და სწორედ ეს არის მთავარი, რაც უნდა გააცნობიეროს ქრისტიანმა და სწორედ ამით იწყება ფაქტურად დიდ მარხვა და დიდ მარხვის დასაწყისში არის ხსენება განდევნა ადამიანისა 60-დან. წმინდა 40-ის პირველი კვირა ეს არის. და ბოლო კვირა, ის რაც გუშინ დასრულდა, ეს არის ბზობა, რაც გუშინ დღესასწაულეთ უпростоრად, როდესაც იესო ქრისტე შედის იერუსალიმში. ანუ იესო ქრისტე შედის როგორც მეუფე, მაგრამ მეუფე მშვიდი და მდაბალი, რისი ნიშანიც არის ვირზე ჯდომა და იერუსალიმი კიდე სიმბოლო ჩვენი გულისა და დიდ წმინდა 40 გვეუბნება, რომ ჩვენ დავკარგეთ ღმერთი და ამიტომ მწუხარებაში ვართ და შემდეგ რომ და ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ღმერთი ჩვენს გულში, იესო ქრისტე უნდა შემოუშვათ ჩვენს გულში, რომ მერე მარადიული სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების, ანუ აღდგომის დღესასწაული ჩვენი ცხოვრების გამოცდილებად, იმ რეალობად იქცეს, რომელშიც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ. როგორც მითხრა ზარია პირდაპირ ეთერში. დაგლოცოთ მამა თეოდორე. ქრისტემ დაგლოცოთ. როგორ ბრძანდებით. ვცდილობთ კარგად ვიყოთ. ისა გუშინ ბზობა იყო და გილოცავთ ერთ დაგვენებიათ და დავარს დაესწარით თქვენსა ყველა ერთობით. მამა ეგეთი კითხვა მოქნე. არსებობს კატეგორია მოწყარი. ყველა ზოგი ამბობს თუდიაო, ზოგი რაღაც ისეთი ადამიანი არისო, რა ვიცი რა, აუხსნელად ამბობენ და მე მაგალითად წამს მოწყრის ერთი მხრივ, მაგრამ რო გამოდიან და ქადაგებენ დამაჯერებელი არის მაგათი სიტყვები, რომ ყველასე, მაგრამ სამწუხაროდ ყველა საქმე ნაკლი და ერთი მხრივ ყველა არიდებს თვალს და ორსაც არიდებენ იმის მიხედვით, რომ აი თხოვს მრევლი ვიღაცას თუგინა მოწყარი თქვა რაღაცას მოწყალებას რაღაცას ან იმათა შეთანხმებიან რაღაცას გეტყვიან. კი, მაგრამ მე უარს გეუბნებიან, ქადაგებით დიდი შემონება და ძალიან დიდი მადლია და მე რომ მოისმენს მრევლი მით უმეტეს მოძღვრის ქადაგებას, მაგრამ როცა დახმარება სჭირდება მრევლსაც ხელი უნდა შეუწყოს როგორმე მოძღვარმაც რა, თორე ადამიანს რწმენა ეკარგება მოძღვრის წინაშე. მადლობთ ყველაფერთვის. რა თქმა უნდა, თქვენი კითხვა ცოტა ისეთი ზოგადი იყო, ამიტომ მე ძალიან გამიჭირდება კონკრეტული პასუხის გაცემა. ზოგადად თუ განვაზოგავდეთ თქვენს კითხვას, შეიძლება ესე ითქვას, რომ სიტყვა და საქმე ერთმანეთსგან შორს არ უნდა იყოს, ხო? შეიძლება ესე ითქვას. თორე თუ ჩვენი სიტყვა და საქმე ძალიან შორს არის ერთმანეთისგან, უფალი ზარია? ხმამაღლა მითხარით რა, თორე ძალიან ცუდად ისმის თქვენი ხმა. როცა საქმე და სიტყვა შორს არის ერთმანეთისგან, ამას სწორად ქვია ის ფარისეულობა, რომელსაც ქრისტე ყოველთვის აკრიტიკებს. უფალი ესეთ რამესაც კი ამბობს, რომ ფარისეულებზე, მწიგნობრებზე, რომ რასაც ამბობენ მოусმინეთ, მაგრამ აცხოვრებას ნუ მიბაძავთო და რა თქმა უნდა, არც ერთ მოძღვარს არ უნდა, არც ერთ ღუდელს არ უნდა, რომ ამ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, გასმარო თქვას, რომ მისი სიტყვა და საქმე ერთმანეთისგან შორს იყოს. მაგრამ
სიტყვა და საქმე ერთმანეთისაგან შორს იმიტომ კი არ არის, რომ ეს პრინციპულად ვინმეს არჩევანია. არამედ ეს არის ამის მიზეზი არის ის დაცემული ბუნება, რომელსაც ყველა ადამიანი ატარებს და აქედან გამომდინარე ჩვენი სიტყვა სამწუხაროდ არ არის ყოველთვის იმ არსის მატარებელი, რასაც ეს სიტყვა ფონეტიკურად აღნიშნავს და სწორედ ეს არის სიყალბე, რომელშიც თითოეული ადამიანი იმყოფება, მღვდელიცა და ერის ადამიანიც და ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა თითოეული ჩვენთაგანისათვის, იმიტომ რომ თანამედროვე სასულიერო პირები არ არიან თქვათ საიდანღაც წმინდა ადგილიდან აყვანილები და დადგენილები, თანამედროვე სასულიერო პირები იმ გარემოდან არიან, რომელ გარემოშიც თითოეული ჩვენთაგანი იმყოფება, სადაც თქვენც იმყოფებით და ეს პრობლემა ჩვენ ყველას საერთო გვაქვს. აი ესია. რაც შეეხება დახმარებაში რას გულისხმობთ, ესეც არის საინტერესო, იმიტომ რომ თუ დახმარებას გულისხმობთ სულიერს, როცა მღვდელი გულით წირავს და გულით ქადაგებს, პრინციპში ის თავის მოვალეობას ასრულებს. ანუ მღვდლის უპირველესი მოვალეობა რა არის? რომ მან გულით იმსახუროს ღვთისმსახურების დროს. რა თქმა უნდა, გულით მსახურება რომ შეძლოს, მან აუცილებლად მან უნდა ისწავლოს გონიერი ლოცვა და როცა ერთ-ერთზე ღმერთთან იქაც გულით ეძებოს ღმერთი. ანუ ღვთისმსახურება, როგორც პირადი, ისე საზოგადო ლიტურგიკული, უნდა იყოს შეძლების დაგვარად მაღალ დონეზე და ამაზე უნდა მუდამ მუშაობდეს მღვდელი და იმიტომ რომ ღვთისმსახურების დროს მღვდელი ლიტურგიკული ღვთისმსახურების დროს წირვის დროს მღვდელი ასწავლის პრაქტიკაში მრევლს თუ როგორ ეძებონ ღმერთი. გარდა ამისა, თუ მღვდელს თუ ამის გარეშე პრინციპში ლიტურგიკული მსახურებაც ვერ გასწორდება ისე როგორც საჭიროა, მღვდელს უნდა ქონდეს გონიერი ლოცვის გამოცდილება, ყოველ შემთხვევაში უნდა ეძებდეს თავის თავში ამ შესაძლებლობებს, რომ ეს ისწავლოს, ანუ რასაც გონიერი ლოცვა ქვია, ეს ისიხასტური ლოცვის პრაქტიკა, საკუთარ თავში ჩაღმავებისა და იესოს ლოცვის პრაქტიკა და ადამიანებს ასევე ასწავლოს ეს. გარდა ამისა, მან უნდა იქადაგოს ღვთის სიტყვა უნდა ისწავლოს და ესე იგი ასწავლოს ქადაგებით, რომელშიც ასევე მიანიშნებს მრევლს თუ როგორ უნდა იცხოვრონ, რომ ღმერთი იპოვონ. თუ მღვდელი ამას აკეთებს, მას პრინციპში თავის საქმეს აღასრულებს. მაგრამ მე განსაკუთრებული ამის მერე არ მოეთხოვებ. გესმით? თუ მღვდლისგან ჩვენ ამის გარდა კიდე რაღაცას დამატებით ვითხოვთ, ჩვენ შეიძლება უკვე შესწომასაც უშვებდეთ. რა თქმა უნდა, მღვდელი ადამიანია და თუ წყურია ჭიქა წყალიც უნდა გამოგიწოდოს და თქვათ, როცა გიჭირს, თქვათ, აქეთ მოვიდეს შენთან, ესეც სწორია, რა თქმა უნდა. მაგრამ ასევე შენ შეგიძლია, როცა მღვდელს ასევე ჭიქა წყალი ჭირდება, შენც უნდა მიაწოდო და როცა უჭირ, შენც უნდა დაეხმარო. ეს ურთიერთდახმარების სურვილი და პასუხისგებლობა ჩვენ მრევლსაც და ბერსაც ერთი გვაქვს. როგორც ერის ადამიანს ჭირდება დახმარება, ისე მღვდელსაც ჭირდება დახმარება. მაგრამ აი საქმე მთავარი, რაც მე გითხარით, მღვდლის საკეთებელი ეს არის. და პრობლემა სწორედ იმაში, რომ ჩვენ ხშირად ამას არ ვაკეთებთ. და ასევე პრობლემა მრევლისა თუ ამის გარდა რამეს ითხოვენ. ესეც არის. ამიტომ აი თქვენ უნდა სწორად დაინახოთ, რა სიტყვოთ მღვდლისაგან და ისეთი რამე არ მოითხოვოთ. აი მაგალითად ადამიანს თქვათ აწუხებს რაღაც სერიოზული პრობლემა ჯანმრთელობის და არსებობს ძალიან ძლიერი ექიმი, ძალიან ძლიერი ქირურგი. რა უნდა მოსთხოვო მას? რომ ესე იგი თქვათ რაღაცა პრობლემა რო გაქვს, მოვიდეს და თქვათ სახლი გაგირემონტოს თუ ყანა დაგითოხნოს თუ რა უნდა ქნას? არამედ მისი მოვალეობა, როცა შენ პრობლემა გაქვს, ან რაღაც საოპერაციო ხარ, რაღაც ძლიერი ესეთი სერიოზული პრობლემა გაქვს ჯანმრთელობის, ძალიან კარგად დაგისვას სწორი დიაგნოზი და ძალიან კარგად გიმკურნალოს. და აი ამ საქმეში მან ეს საქმე მაქსიმალურად ზუსტად და სწორად აღასრულოს. განა ექიმს ამის შემდეგ, აგივე ქირურგს, თქვათ, რომელთანაც შენ ოპერაციას ეკეთებ, რომელთანაც შენ მკურნალობ და შენი ჯანმრთელობა მას გადააბარე, შეიძლება მას რამე მოთხოვო კიდე. თუ იმას აკეთებს, ხო? გესმით, აი ეს არის. რეკლამაზე გავდივართ? კარგი, რეკლამაზე გავდივართ და ცოტა ხნის შემდეგ შევხვდებით ერთმანეთს. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ და როგორც მაცნობებენ, ზარია პირდაპირ ეთერში შემოსული. გამარჯობა, მამაძეოდორი, დამლოცეთ. ქრისტემ დაგლოცოთ, გაიხარეთ. არ ვიცი, ეხლა ესეთი შეკითხვის დასმა მინდა რა, ის მედავითნეობის ქართულად რო ეკითხებოდეს ლოცვები, რასაც მედავითნე აკეთებს, ახალ ქართულად რა.
ეს რამის განხეთქილებას გამოიწვევს, ხო უფრო ადვილად გასაგები იქნება ხალხისთვის ეს ყველაფერი და აი ამაზე როგორი აზრის ხართ რა მაინტერესებს თქვენი აზრი რა ახალ ქართულად რო წაიკითხოს რა იცით რატომ ბაიბი და კიდევ მე დავითნეობის ის არის რაღაც აი პრობლემაც არის რაღაც აი მით უმეტეს სოფლებში სადაც ხო და აი ამ საკითხთან რა გესმის ჩემი ნათქვამი გესმი და კი მესმის და მე გავიგე თქვენი კითხვა დასმული და ჩემას მოგახსენებთ ერთის მხრივ ეკლესიაში რაც იკითხება იმიტომ რომ ყოველთვის გასაგები იყოს თუ გასაგები არ არის ესე იგი სახურება ტყუილად ტარდება შეიძლება ასე ითქვას იმიტომ თუ არავის არაფერი არ ესმის მაგრამ აქ არის გარკვეული კასკადი მთელი პრობლემებისა. პირველი თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ ეს საკითხი უბრალოდ ერთი ხელის დასმით თავიდანვე რაღაც ერთი ხელის მოსმით თითქოს გადავჭრათ, მაგრამ პრინციპში ეს ბოლომდე გადაჭრა არ არის, მაგრამ მაინც ესე რო ითქვას, რომ სინამდვილეში ეს პრობლემა ცოტა გაბუქებულია, იმიტომ რომ სინამდვილეში ძველი ქართული არ არის ისეთი შორეული თანამედროვე ქართველისათვის, როგორც ის ერთი შეხედვით ჩანს. საკმარისია გარკვეული პერიოდი ცოტა თავზე მუშაობა, საკუთარ თავზე მუშაობა, რომელშიც მე გულისხმობ ის, რომ თქვათ ადამიანი მიზანმიმართულად კითხულობს ძველ ქართულად ფსალმუნებს და ბიბლიას და ახალ აღთქმას სახლში, ლოცვებსაც კითხულობს ძველ ქართულად. გარკვეული ლექსიკონიც აქვს, სადაც რამდენიმე ესეთი სიტყვა შეიძლება იყოს, რომელსაც გაიგებს. გარდა ამისა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ თავად მედავითნები კითხულობენ ძალიან ცუდად, თვითონ არ ესმით, რას კითხულობენ. თან პრობლემა ხშირად არის თვითონ ტექსტის ქარაგმულობა, აი ტექსტი დაწერილია შემოკლებებით, რომელსაც მედავითნე ვერ იგებს, როცა მედავითნე ვერ იგებს, რას კითხულობს, უკვე მსმენელისთვისაც რთულია. და ამიტომ მედავითნება ცოტა მეტი უნდა თქვათ ივარჯიშონ შეიძლება ასე ითქვას და ეს და მეტად უნდა ეცადონ და ხო ძალიან ზოგან ძალიან ჩქარობენ და ტაძარში კიდევ პლუს ყუდროება როცა არ არის ეს ალკე პრობლემებს ქმნის მაგრამ რაც შეეხება თარგმნას თანამედროვე ქართულად აი მაგალითად ახალი აღთქმის წიგნები გიორგი მთაწმინდელისა და ექვთიმე ათონელის თაწმინდელის თარგმანი არის ბერძნულიდან. საერთოდ ძირითადი წიგნები ჩვენ გიორგი და ექვთიმე თაწმინდელის მიერ აგვაქვს ნათარგმნი. იმიტომ რომ ეს ტექსტები ბერძნულია ყველაფერი ძირითადი. და აი იცით რა შეასაქმე ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია ერთის მხრივ. მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენზეც არის დამოკიდებული ბევრი რამე და სამწუხაროდ ჩვენ არ აგვაქვს დღეს ის სულიერება რომ წმინდა ტექსტები ვთარგმნოთ. წმინდა ტექსტების თარგმნა ესე იოლი არ არის, იმიტომ რომ თქვათ იგივე სახარება რომელიც არის სიტყვაში გამოქანდაკებული საღვთო მადლი, უფალი პირდაპირ ჩემი სიტყვების სული, ანუ საღვთო ენერგია, ეს სიტყვაში გამოქანდაკებული საღვთო მადლი და გამოქანდაკებული სიტყვაში, იმიტომ რომ ითანამშრომლა სულმა წმინდამ ადამიანთან ერთად და თქვათ მოციქული მათე, მოციქული იოანე, მოციქული მარკოზი, პავლე მოციქული, ასე შემდეგ თანამშრომლობენ სული წმინდა და ადამიანი განწმენდილი და სული წმინდა და ეს თანამშრომლობა საკუთარ თავს მატერიაში ავლენს სიტყვაში და ამიტომ ეს სიტყვა არის ძალიან დიდი მადლის მატარებელი. და როცა ის ითარგმნება სხვა ენაზე ეს თარგმანი მაშინ იქნება ესეთი მადლმოსილი, როცა თქვათ ამ თარგმას აწარმოებს ასევე ადამიანი, რომელიც თანამშრომლობს სული წმინდასთან, სინერგიული პრინციპია ღვთისა და ადამიანის ნების თანხვედრა. და ამ შემთხვევაში გიორგი და ექვთიმე მთაწმინდელები ათონელი მამები იყვნენ, ისიხასტი მამები იყვნენ, შეიძლება ასე ითქვას, რომ ათონი ისიხაზმის სკოლაა და სწორედ ანუ ღმერთს იცნობდნენ შინაგანი თავისი გულით და აქედან გამომდინარე მათაც ესევე გამოაქანდაკეს ქართულ ენაზე ოღონ
ესე იგი ეს საფრთხო მადლი სიტყვაში გადაიტანეს, ხო? და დღეს რომ მაგალითად თანამედროვე ადამიანმა ეს რო შეძლოს, ასევე უნდა იყოს იგი სულიწმიდით გამზობილი და მანაც ასევე უნდა ითანამშრომლოს სულიწმიდასთან. მარტო ინტელექტუალური წვდომით თქვათ რომ გავიგო რა აზრია და ეს გადავიტანო თანამედროვე ქართულად არ გამოვა. ზოგი ფიქრობს, მაგ პროტესტანტები ხშირად ფიქრობენ, რომ თავარი აზრი არ არის და თავარი აზრი ვინ დაობს იმაზე, რომ აზრი მნიშვნელოვანია, მაგრამ აზრი მოქმედებს ინტელექტზე და არის კიდე რაღაც, რომელიც სულზე პირდაპირ მოქმედებს. აი პოეზიის მაგალითი რომ მოვიტანოთ, აი წარმოედგინეთ ვაჟა სტუმარ მასპინძელი რომ ითარგმნოს თანამედროვე ლიტერატურულ ენაზე, რა გამოვა, რა დარჩება იქიდან, ან შოთას ვეფხის ტყაოსანი. რა დარჩა? არაფერი აღარ დარჩა. ხო აზრი იგივე იქნება, მაგრამ არაფერი აღარ დარჩება და იქნება კატასტროფა, რომელიც ყველა ღირსებას დაკარგავს, გამიგეთ? და თუ პოეზიის შედევრის, აი გალაქტიონის მთელი რიგი ფრაზებია, რომელსაც პირდაპირ სემანტიური აზრიც კი არა აქვს, ხო? როგორ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებრივი ხიდდამფენა, როგორც არის ხო ხომ სამწუხაროდ ნიჭი არ მაქვს როზე პირავ თუ აი აბა თარგმნათ ეხა თანამედროვე ქართულ ენაზე გადაიტანეთ რა სისულელე გამოვა უბრალოდ, ხო? ანუ მე მის თქვა მინდა რომ ესე იგი თვით პოეზიაც კი პოეზიის შედევრის გადატანა ლიტერატურულ თანამედროვე ენაზე, თქვათ, ხო, პროზაულ ენაზე, თან იმ ადამიანის მიერ, რომელსაც ეს ნიჭი არ აქვს, სიტყვის ხატრული შემოქმედების იმ საოცარ ტექსტებს, ხო, დიდი პოეტებისას უაზრობად აქცევს და აქ ამ შემთხვევაში პოეტურობაც არის ძველ ტექსტებში და ამავე დროს არის აი ეს საოცარი სულიწმინდის მიერი მადლი, რომელიც სამწუხაროდ დაიკარგება. ამიტომ ეს ჩვენი პრობლემაა. არა ის, რომ თქვათ, არ შეიძლება. რატომაც არ შეიძლება? აი დღეს რომ იყოს გიორგი მთაწმინდელი, დღეს რო ყავდეს ესეთი, ის გააკეთებდა ამას. არა ყავს. პრობლემა ამაშია. გესმით? ეს არის ჩვენი პრობლემა. ასე რომ სანამ გიორგი მთაწმინდელი გაჩნდება ჩვენთან, მანამდე ვეცადოთ რომ ძველი ქართული ენა, ჩვენი წინაპრების ენა ვისწავლოთ, გაცილებით იოლად ისწავლება დამერწმუნოთ ის, ვიდრე უცხო ენა ისწავლება, იმიტომ რომ სინამდვილეში ჩვენი მშობლიური ენაა, ცოტა მოვინდომოთ და ყველაფერი კარგად იქნება. რაც შეეხება თვითონ ტექსტებს, ქარაგმები ვახსენე. აქაც პრობლემაა, იცით, წიგნების ნაბეჭდი ტექსტების 99 კი 100% არის მეფის რუსეთის დროს დაბეჭდილი, როცა ჩვენი ეკლესია რუსეთის წმინდა სინოდის წევრი იყო და ისინი გვიბეჭდავდნენ ჩვენ ქართულ წიგნებს, სხვათა შორის უნდა ითქვას, მარტო თქვათ იმას ვამბობთ, როგორ გვინადგურებდნენ ყველაფერს, მაგრამ აკეთებდნენ კიდევაც და დღევანდელი წიგნები რაც კი არსებობს საღვთისმსახურო ქართულ ენაზე, ყველაფერი არის ბეჭდური სახით, რაც არის, ყველაფერი არის რუსეთის ეკლესიის წიაღში როცა ვიყავით, მაშინ დაბეჭდილი და დღეს ჩვენ იმის მერე 25 წელი თავისუფალი ვარ და თითქმის არაფერს არ ვაკეთებ და ხა ვის დავაბრალო, რომ აღარ იყოს ესეთი რთული ქარაგმები, რომ წაკითხვა ჭირდეს თანამედროვე ქართულისათვის. როგორც მითხეს ზარია პირდაპირ ეთერში. ესე იგი ვაკუთრებ ამათეორიაზე შეკითხვა. რაც მეცხრე პსალმში არის ასეთი სიტყვები. თუცა უფალმა და არა შეინამოს შენ ხარ ღვდელ უკუნისამდე წესამასზე და მელქიზედეკისა. აქ ლაპარაკია იესო ქრისტეზე ღვთებით, მაგრამ შედარებულია მელქიზედეკზე. ეს სახელი მელქიზედეკი ჩვენ ხვდება კიდევ ბიბლიაში. და მოხსენიებული როგორც სალიმის მეფე, ანუ იერუსალიმის მეფე. რა შეიძლება ითქვას კიდევ ამ ადამიანზე მელქიზედეკზე, რომელიც ძალიან წილი ინფორმაცია გვაქვს, თუ შეიძლება თქვენ მოგვაწოდოთ რამოდენიმე ინფორმაცია ამ ადამიანის შესახებ. და ვინ არის იქ საიდან რა წარმოშობისაა საერთოდ? რო ასე უფალი შედარებულია მასთან. გასაგებია. და მეორე შეკითხვას კიდევ ასეთი, თუ შეიძლება თქვენ შესახებ, ოღონდ გადაცემის ბოლოს, თქვენი ბიოგრაფიის შესახებ გვესაუბროთ თავიდან ბოლომდე შეიძლება და დაგვაგვამობილოთ ცნობის მოყარეობა. გადაცემის ბოლოს არა, თავში ვიტყვი, რომ ჩემ შესახებ არაფერი არ მაქვს სასაუბრო, გარდა იმისა, რომ ერთი უღმერთო ადამიანი ვიყავი, ისე დავამთავრე უმაღლეს სასწავლებელი, რომ სიტყვა ღმერთი ჩემს ცხოვრებაში დადებით კონტექსტში კი არა, ასეთ არანაირ კონტექსტში არ გამოჩენილა, იმიტომ რომ ჩემს გარშემო არავინ, არც ოჯახში, არც სამეგობროში, არც სამეზობლოში, არც პედაგოგებში, არც სასწავლებლებში არავინ არ იყო მორწმუნე. ხო, აი ესეა და აი ეს ჩვეულებრივ უღმერთოდ ვიზდებოდი და
სადღაც 20 წლიდან რაღაცნაირად ისე მოხდა განსასწრებთან დაკავშირებით, რომ ღმერთი თქვათ რომ მოგიკაკუნებს გულზე, რომ ვარ გეუნება და იმის მერე 9 წელი დამჭირდა, რომ ეკლესიური ცხოვრება დამეწყო, ანუ ეს იყო 9 წელიწადი ძიების პერიოდი. და მერე კლავაც 9 წლის მერე ძალიან ისე აქტიურად შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში, კლავ განსაცდელით და ასეთ დასრულდა და მოვიდა ასეთ ჩემამდე და არაფერი ისეთი საინტერესო არ არის, ჩვეულებრივი სტანდარტული ადამიანის მოქცევის ისტორია. რაც შეეხება პირველ კითხვას, პირველ კითხვასთან დაკავშირებით ყველაზე კარგად ამ სიტყვებს ამას განმარტავს ისე იგივე პავლე მოციქული თავის ეპისტოლეებში და სწორედ ის თქვენ მზანეთ რომ ვინ არის და მელქისედეკი და საიდან მოვიდა და როგორ არის არავინ არ იცის. ზოგი ამბობს რომ ეს არის თუ არ ვცდები, ხა მე შეიძლება შემეშალოს, ზოგი იმასაც კი ამბობს რომ ხომ არ არის ეს სემი ნოეს შვილი, რომელმაც დიდხანს იცოცხლა და იქამდე მივიდა აბრაამის პერიოდამდე და თუ ეს ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება ეს ვარიანტი იყოს, მაგრამ ზუსტად არავინ არ იცის, იმიტომ რომ პავლე მოციქული ზუსტად იმას ამბობს, რომ არც წარმომავლობა ვიცით, არც სად დაიბადა, არც ვინ საიდან გაჩნდა, ვინ არის, ანუ აბსოლუტურად უცნობი, თითქოს დედამიწის ისტორიის კონტექსტთან ამოგლეჯილია, სინამდვილეში რა თქმა უნდა ეს ისტორიული პიროვნება იყო, მაგრამ აი ბიბლია ისე წარმოაჩენს, ბიბლია ხო ეს ერთგვარი, ეს ბიბლია ხო კაცობრიობის ისტორია არ არის, სინამდვილეში ეს არის კაცობრიობის ისტორიის ის ხატი, რომელიც დღესაც მუშაობს. აი დღეს მუშაობს ეს ისტორია. აი ბაბილონის გოდოლის კითხულობს ადამიანი ბაბილონის გოდოლის შესახებ. ეს ისტორიაში ჩაკარგული ფაქტია ერთის მხრივ, ხო? მაგრამ სინამდვილეში ის დღესაც ხდება. ხო, ამის დრო არ მაქვს ამაზე საუბრისას, მაგრამ ეს ძალიან საინტერესოა, რომ ბაბილონის მშენებლობა, თქვენ გუნდათ დღეს არ გრძელდება, დღეს პირდაპირ ბაბილონის გოდოლის მშენებლობა უშუალოდ მის სიმბოლოებშიც კი ვრცელდება, რა სიმბოლოც თქვა ბაბილონის გოდოლი არის, როცა დაუმთავრებელი ცნობილი მხატვრის პიტერ ბრეილი, აღარ მახსოვს ზუსტად და ესე იგი გინახავთ ეს ნახატი ალბათ, ეს არის კონსტრუქცია დაწყებული მშენებლობის, რომლის ნაწილი არის დაუმთავრებელი თუ ჩამორღვეული და დღეს თქვათ ევროპის მსოფლიო თქვათ ევროპის გაერთიანებული ევროპის თქვათ შტაბ-ბინა შეიძლება ასე ითქვა ზუსტად აი ამ ნახატის მიხედვით არის გაკეთებული, ანუ ეს განწყობა ხო, რომ ადამიანი თავისი ინტელექტით და თავისი შესაძლებლობებით, თავისი მზვაუბრობით, სიამაყით ზეცას მიწვდეს, ეს განწყობები სულ არის. აი ესეა მთელი ბიბლია საოცარი წიგნია, იქ რაც ხდება, რაც არის აღწერილი, ყველაფერია, ხო? ყველაფერი გრძელდება დღესაც. იგივე ნოეს კიდობანი, ხო? ნოეს კიდობის მშენებლობაში ვინც მიიღო მონაწილეობა, ყველა გადარჩა და ვინც არ მიიღო, ყველა დაიღუპა. და ესეა დღესაც ეს კიდობანი ეკლესიაა და ვინც ღებულობს ეკლესიის აღმშენებლობაში მონაწილეობას, მე არ გულისხმობ არა ტაძარს ქვის ტაძარს, არამედ გულისხმობ ეკლესიის სხეულის. ანუ როცა ადამიანები ხდებიან აგურები ამ ეკლესიისა, ქრისტეს სისხლით და ხორცით ისინი აშენებენ, ჩვენ რო უერთდებით ქრისტეს სისხლს და ხორცს, ჩვენ ვართ თითოეული ჩვენთაგანი აგურია და ვაშენებთ ამ სხეულს. და ვინც ვაშენებთ, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გადარჩენისა და ვინც არ ვაშენებთ და დავცინით, შორიდან ეს ქადმაღლურად უყურებთ, ხო? აი ესეა და ამ შემთხვევაში მელქისედეკი იქ როგორც თქვათ ხატი ქრისტესი და სახე, ესეა წარმოჩენილი აბრაამი, როდესაც ლოთის განთავისუფლებისათვის იღწვის და ესე იგი ლოთის მდევნელებს ებრძვის და გაიმარჯვებს ამ ომში და თავის ძმისშვილს ლოთს დაიბრუნებს და მოდის დიდი საბრძოლო ესე იგი დიდი ბრძოლის შედეგად მიღებული დიდი დოვლათით, ამ დოვლათის მეათეც შესწირავს მელქისედეკს. მელქისედეკს როგორც სალიმის მეფესა და მღვდელს შესწირავს და პავლე მოციქული სწორედ ამას ამბობს, რომ ესე იგი აბრაამზე დიდი ვინ იყო, ხო? და მთელი ებრაელი ხალხი აბრაამის წიაღიდან გამოვიდა და ფაქტობრივად რა გამოდის, რომ ებრაელმა ხალხმა, იმიტომ რომ ვინ ვის წირავს, დაბალი წირავს მაღალს, ხო?
უპირატესი იწირავს, უპირატეს წირავ. ესე იგი აბრაამზე უპირატესია მელქისედეკი და აბრაამში მთელი ისრაელი ხალხი წირავს მელქისედეკს მიათეს. ესე იგი მელქისედეკ და აბრაამის ხალხში მათ შორის არის ლევიტელები, აარონის მოდგმა, რომლიდანაც მომდინარეობდა ძველი აღთქმის სამღვდელოება. და ამ დროს ყველა ეს, მათ შორის მთელი ძველი აღთქმის სამღვდელოება, ეს ლევიტელთა და ეკლესიის სახურები ლევიტელები და აარონის, უშუალოდ კონკრეტულად აარონის მოდგმა, ესე იგი, საიდანაც სამღვდელო მოდგმა მოდიოდა, ყველანი ეს იყვნენ აბრაამში და ყველანი ესენი უპირატესობას ანიჭებენ მელქისედეკს, რომელიც უდედო, უმამო, არაფერი არ აჩანს, არავინ არ იცის, ვინ არის, როგორ არის, თითქოს ისტორიის კონტექსტთან ამოგლეჯილია და ამიტომ ის არის სახე ქრისტესი. ასეც ქრისტეს თითქოს არავინ არ იცის, საიდან, როგორ და უცებ მოდის ესე და იწყებს ქადაგებას და ესე იგი ფაქტობრივად არის და არის მართლაც არ არის ამ სამყაროსი ქრისტე, იმიტომ რომ ზეღმერთია, ხო? აი ამიტომაც არის მელქისედეკი წინასახე განკაცებული ღმერთისა და პავლე მოციქულთან არის ძალიან კარგად მისი სიმბოლური განმარტება. და აბრაამის ისტორიაში, აბრაამის იმ წიგნებში, ისტორიულ წიგნებში, სადაც აბრაამის უბრალოდ მოსეს 5 წიგნებში, სადაც აბრაამის ცხოვრება გადმოცემული, იქაც სწორედ ეს ისტორია მელქისედეკის შესახებ იქ წაიკითხავთ. ზარია პირდაპირ ეთერში. გისმენთ? დამულცეთ მამა თეოდორა. ქრისტემ დაგლოცოთ. გაიხარეთ მამა. სიყვარულის ახსნით მინდა დავიწყო ჩვენი პატრიარქის მიმართ, არ ვიცი როდეს მე თუ მომეცემა ჩემს სიცოცხლეში მაგის საშუალება, როდეს მე უთხრა პირდაპირ და დარწმუნებული ვარ, რომ მამარხს უყურებს და მინდა უთხრა, რომ ძალიან გვიყვარს ყველას. და თქვენც ჩვენი მამაებიც ძალიან გვიყვარვარ და სიყვარულზე მინდა, რომ ქრისტიანულ სიყვარულზე რომ ისაუბროთ. და თუ არის აქ საჭირო ოქროს შუალედი და ზოგადად სიყვარულში, თუნდაც ოჯახში, დედაშვილს შუა თუ არის ეს ოქროს შუალედი საჭირო. და მეორე კითხვა კიდევ აუცილებლად დიდი ხანია მინდა ამის კითხვა, სიკვდილის შიშის შესახებ მინდა რომ ისაუბროთ კიდევ და თუ უნდა ვფიქრობთ ეს ქრისტიანი სიკვდილზე და მე თვითონ პანიკური შიში მაქვს ხოლმე და მაშინვე რაღაც სხვა ფიქრზე გადავდივარ ხოლმე და თავს ვანებებ და თქვენ თუ თქვენი მაინტერესებს პირადად თუ გაგაჩნიათ სიკვდილის შიში, იმიტომ რომ აი მაინტერესებს, როდეს მე თუ შეძლებს ადამიანი იმას, რომ ხო თქვენ რამდენად მაღლა ხართ ხო ჩემთან შედარებით და თუ შეძლებს რომ დავამარცხო ეს შიში და რა უნდა გავაკეთო ვიფიქროთ თუ მოკლედ დიდი მადლობა. ой, მაღლამ დაბლა ვინ არის, მაგი უფალმა იცის. მღვდლობა მაღლა ყოფნას არ ნიშნავს. მაღალს და დაბლას უფალი განსაზღვრავს. რაც შეეხება პირველ კითხვას, სიყვარულს. სიყვარული ნამდვილი იქ არის, სადაც არსებობს სიყვარული ჭეშმარიტად ადამიანური. იმიტომ რომ ადამიანური, ხშირად ადამიანები ჩვენ სიყვარულს უწოდებთ ცხოველურ სიყვარულს. ანუ სიყვარულის იმ გამოვლინებებს, რომელიც ცხოველებშიც არის. ცხოველებშიც არის ერთგულება თავისი ნაშიერისადმი და თავგანწირვაც კი. ცხოველებშიც არის ერთგულება, თქვათ, წყვილები რო არიან დაწყვილებული, ხო, თქვათ, დედალ-მამალი, თქვათ, იგივე გედებში, ზოგი მგლებსაც კი ახსენებს, იქაც არის, თქვათ, ერთგულება, ხო, გარკვეულ სახის წეროებში ყოფილა ერთგულება. ანუ ძაღლის ერთგულება ადამიანისადმი ეს ცნობილი, ძალიან ცნობილი ფაქტია. არის შემთხვევები, როდესაც მტაცებელი ცხოველი, თქვათ, ლომი უცებ ავლენს სიყვარულს, თქვათ, ანტილოპისადმი, პატარა ანტილოპისადმი, რომელიც უნდა შეეჭამა, მე აღარ ჭამს და, თქვათ, მე რაღაცნაირად პირიქით მას უვლის. არის შემთხვევები, როდესაც ცხოველს, თქვათ, მიგდებული ბავშვი გაუზდია და არ შეუჭამია, თქვათ, და ამაზე მე კიპლინგმა რომანის დაწერა, თუმცა იქ სამწუხაროდ
ესე არ ხდება სინამდვილეში, თუ ცხოველი სადღაც 9 წლამდე გაიზარდა, ადამიანი 9 წლამდე ცხოველებში გაიზარდა, იმას არაფერი აღარ უშველეს, ის იმ ცხოველად რჩება, რომელშიც რა გარემოშიც იზრდებოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცხოველებში არის განსაცვიფრებელი მაგალითები თავგანწირვისა, სიყვარულისა, კრუხის ქათამია, ხო, ბოლოს და ბოლოს, მაგრამ იმის კრუხის თავგანწირვა წიწილაშო იცავს, ცნობილია. ანუ ცხოველური სიყვარული არსებობს და ძალიან საოცარი მაგალითებია ამისი, ხო, ადამიანსაც კი შეშურდება, მაგრამ თუ ადამიანის სიყვარული არ იქნება თვისობრივად, არსობრივად განსხვავებული ცხოველის სიყვარულისაგან, ცხოველური სიყვარულისაგან, ესე იგი ადამიანს ადამიანური სიყვარული არ აქვს. ხოლო ადამიანური სიყვარული არის იქ, სადაც ადამიანი თავის თავს ავლენს, როგორც ღვთის ხატი და მსგავსი არსება და რაც შეეხება ორი ადამიანის სიყვარული ადამიანური მაშინ არის და იგივე ამ შემთხვევაში ქრისტიანული, ღვთაებრივი, როდესაც ამ სიყვარულს გააჩნია მარადიული პერსპექტივა და ამ სიყვარულის გამაერთიანებელი თავად ღმერთია. იმიტომ რომ შემთხვევით არ არის რომ მოციქული ღმერთს უწოდებს სიყვარულს და უწოდებს არა იმიტომ რომ მას ესე თქვა მოეხასიათება და ესე უწოდებს, ხო? ან უწოდებს არა საკუთარი თქვათ პიროვნული შეხედულების გამო, თქვათ ასე შემდეგ. ეს უშუალოდ გამომდინარეობს გამოცხადებიდან. გამოცხადება არის ესეთი, ჩვენ ვიცით რომ ღმერთი არის ყოვლადწმინდა სამება, მამა, იძე და სული წმინდა. და ერთი სამი პიროვნება ღვთაებრივი, ერთი არსება, იმიტომ არის რომ სამი პიროვნება ერთმანეთთან უსასრულო სიყვარულით არიან გაერთიანებულები და ადამიანი სწორედ ყოვლადწმინდა სამების ხატია. ამიტომ აქაც ჩანს რომ რას ნიშნავს სიყვარული? სიყვარული ნიშნავს იცხოვრო სხვისთვის ბოლომდე და ადამიანს აქვს ეს სავარჯიშო, თქვათ, ეს სოფელში, ამ სოფელში ეს არის მოყვასი ადამიანი, ოჯახის წევრი, მეუღლე, შვილები, მშობლები, მეგობრები და ასე შემდეგ სამშობლო, სადაც ის სწავლობს თავგანწირულ სიყვარულს, რომ მერე თქვათ ისწავლოს ღმერთის სიყვარული და ღმერთის სიყვარულისაკენ სწრაფვაგი და ასევე გვასწავლის ადამიანის სიყვარულს და ეს ერთმანეთიდან გამომდინარეა. რაც შეეხება სიყვარულს თუ აქვსო შუალედი, ოქროს შუალედი. აი რა ვიცი, იცით რას უწოდებთ? ეხლა თუ სიყვარული თავგანწირვა შუალედი როგორ არის? ესეც ხო სწორია. უბრალოდ შეიძლება ჩვენ გვეგონოს სხვისთვის თავგანწირვა სიყვარული, უბრალოდ როცა ადამიანს რაღაც სიყვარული არ უნდა აგვერიოს, თქვათ იმაში თუ ადამიანს რას უკეთებთ. შეიძლება ადამიანს ბევრი რაღაცა გაუკეთო, გადაყვე და ამით ის დააზიანოს. მაგალითად, მშობელმა შეიძლება შვილი დააზიანოს, აი დათვრის სამსახურს რა უწოდებენ ქართულ ენაში, ხო? შეიძლება ადამიანმა მშობელმა შვილი დააზიანოს იმ ზედმეტი ყურადღებით, რომელიც უფრო ცხოველური ინსტინქტია, იმიტომ რომ დედობრივი ინსტინქტი ითხოვს ამას, თქვათ, ვიდრე ჭეშმარიტი სიყვარული. ჭეშმარიტი სიყვარული ყოველთვის ტკბილი არ არის, იგი შეიძლება მწარეც იყოს. ესეც არის, იმიტომ რომ აბა რა სიყვარულია, როცა ადამიანს აპენდიციტის შეტევა აქვს და მას ნარკოტიკს გაუკეთებ. ეს რა სიყვარულია? ნარკოტიკი კი არ უნდა გაუკეთო, უნდა სასწრაფოდ მუცელი გაუჭრა და ის დაზიანებული ნაწლავი ამოიღო, ხო? გესმით, სიყვარული ტკბილი ყოველთვის არ არის, იგი ძალიან ხშირად მწარეა. ამიტომ თუ ჩვენ სიყვარულს მხოლოდ სიტკბოებაში ვხედავთ, მაშინ ჩვენ ხშირად შეცდომას დავუშვებთ. თუ ამას გულისხმობთ, მაშინ რა თქმა უნდა არსებობს გადახრები, თქვათ, და მართლაც უნდა ვიპოვოთ რაღაცა ოქროს შუალედი, მაგრამ მეორეს მხრივ კიდევ ვიმეორებ, იმას დიდი სიყვარული არ აქვს, ვინც თავითვისი დადოს მეგობრისათვის და სადაც თავგანწირვაა, იქ რა ზღვარზეა ლაპარაკი. ასე რომ აი ცოტა ესეთი თემაა, რთული ძალიან. რაც შეეხება სიკვდილს, ქრისტიანი რწმენა თუ განვითარდა ჩვენში და თუ არ განვითარდა, აბა რისთვის ავართ ეკლესიაში, რწმენა თუ განვითარდა, მაშინ ჩვენი რწმენა აუცილებლად გადავა ღვთისადმი ნდობაში. და ღვთისადმი ნდობა პავლე მოციქულის ესე განმარტავს, ხო? რწმენა, სასოება და სიყვარული. სასოება იგივე არის იმედი, ანუ იმედი ღვთის იმედი, ანუ ნდობა ღმერთისა და არასოდეს არ გაჩნდება ჩვენში ღვთისადმი ნდობა, ვერასოდეს ვერ მოხდება ჩვენი რწმენის განვითარება, თუ არ დავიწყეთ მიზან მიმართულად ღმერთთან პიროვნული ურთიერთობის ძიება.
ეს არის ქრისტიანობა. თუ ღმერთთან პიროვნული ურთიერთობის ძიება დავიწყეთ, ნელ-ნელა ეს რწმენა, რომელიც მოგვეცა, როგორც ინსტრუმენტი, რითაც ჩვენ ხვდებით, რომ ღმერთი არის, ნელ-ნელა გაცოცხლდება, ღვთისადმინდობაში გადავა და უკვე აქედან გამომდინარე ბიოლოგიური სიკვდილის შიში ნელ-ნელა ჩვენში იკლებს ბიოლოგიური სიკვდილის შიში და საბოლოო ჯამში თუ ეს გადავა სიყვარულში, კიდევ უფრო განვითარდება, მერე სიკვდილი უკვე სანატრელიც კი გახდება. ამიტომ პავლე მოციქული ამბობს, რომ ქრისტე ჩემთვის სიცოცხლეა და ამიტომ სიკვდილი ჩემთვის შენაძენია. თუ პავლე მოციქულის მდგომარეობაში აღმოჩნდები, რომ მე კი აღარა ვარ ცოცხალი, არამედ ჩემში ცოცხლობს ქრისტე, მაშინ ჩემთვის სიკვდილი აღარ არსებობს და გარდაცვალება, ბიოლოგიური სიკვდილი არის შენაძენი. რატომ? იმიტომ რომ ვინც მიყვარს, იმასთან მივდივართ. მეცაც გეტყვით, ხშირ შემთხვევაში სიკვდილი ქრისტესთან ერთად არის ის რაღაც ხელმოსაკიდე, რითაც ჩვენ სულდგმულობთ ამ ქვეყანაზე, იმიტომ რომ ის პრობლემები, რაც ჩვენს გარშემო არსებობს, უპირველეს ყოვლისა მე ამ პრობლემაში გულისხმობ უსამართლობას, ეს უსამართლობა დამთავრდება როგორც კი გარდავიცვლებით. თუ რა და მარტო სიკვდილი არ არის საკმარისი აქ და უსამართლობისადმი ცუდი დამოკიდებულება, უნდა ქრისტესთან ერთობა მქონდეს და თუ ესე იგი კიდევ ვიმეორებ, ჩემი პიროვნების საყრდენი საერთოდ ყოფიერებაში არის ქრისტე, ხო, მაშინ სიკვდილიც ერთ-ერთი საყრდენი გამოდის და იმედიც, რომ ბოლო-ბოლოს უსამართლო ცხოვრება ჩემთვის დასრულდება და მარადისობაში უფალთან გადავინაცვლებთ. მაგრამ იმისათვის, რომ პავლე მოციქული თქვათ, რომ მე კი აღარა ვარ ცოცხალი, არამედ ჩემში ცოცხლობს იესო ქრისტე, ამისათვის საჭიროა სწორედ ჩვენში აღორძინდეს, მე გულისხმობ ეკლესიაში, აღორძინდეს ისი სიხასტური სული, რომელიც იყო საქართველოს ეკლესიაში, იგივე გრიგოლ ხანძთელი ასეთი იყო, ასურელი მამები ასეთები იყვნენ, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები ასეთები იყვნენ და სხვანაირი. ეს არის საკუთრივ განმასხვავებელი მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმის შორის პრაქტიკაში, როცა მართლმადიდებლის ქრისტიანობა უპირველეს ყოვლისა სწორედ ვლინდება იმაში, რომ მან თავის თავში ღმერთთან ურთიერთობა ეძებოს. გესმით, პიროვნული ურთიერთობა ეძებოს ღმერთთან, ანუ გონიერი ლოცვა ისწავლოს. თუ ადამიანი ამას მიზანმიმართულად აკეთებს და ცდილობს, მაშინ მისი რწმენა გაცოცხლდება და აქედან გამომდინარე უკვე სიკვდილი, როგორც ბიოლოგიური ფენომენი თითოეული ჩვენთაგანი ცხოვრებაში ის დამარცხდება. რადგან ქრისტემ დაამარცხა და ქრისტე ჩვენი ნაწილია, ქრისტე რაღაც ჩვენგან შორს კი არ არის. ქრისტე ჩვენი ნაწილია, ჩვენც ქრისტეს ნაწილი ხვდებით, როდესაც ვეზიარებით და ანუ ჩვენი ერთი ნაწილი უკვე გამარჯვებულია სიკვდილზე, იგი აღდგა მკვდრეთით და ყოლაწმინდა სამების წიაღში იმყოფება და იგი ჩვენს წინამორბედად შევიდა. ამან ეს ყველაფერი ჩვენთვის გააკეთა. იმიტომ რომ თქვა, რომ სადაც მე ვარ, მინდა რომ თქვენც იქ იყოთ და პავლე მოციქული ზუსტად ესე ამბობს. იესო ქრისტეს თავისი ადამიანობით, კაცური ბუნებით ჩვენს წინამორბედად შევიდა ყოლაწმინდა სამების წიაღში. ასე რომ პოტენციაში ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ სიკვდილზე. და ეს ყველაფერი რეალობად იქცევა ჩვენი გარდაცვალებისა და შემდეგ უფლის დიდები დაბრუნების მერე, უფრო სწორედ, მაგრამ მანამდე ჩვენში ეს დაიწყებს გარკვეული ყლორტების გაზაფხული, რასაც ქვია, სულის გაზაფხული, ხო? ეს არ არის ჯერ კიდევ ზაფხული, ეს არ არის სრულად სიმწიფე ნაყოფებისა, მაგრამ უკვე პირველი კვირტები ამოიწვერება, ხო? ეს არის გაზაფხული. აი, პირველი კვირტები ჩვენ სანამ ხორცში ვართ ამ ქვეყანაზე, პირველი კვირტები ჩვენ სულში უნდა ამოიწვეროს. ეს არის ქრისტეს ჩვენთან ყოფობა. სწორად თუ ვიცხოვრებთ, ამას მივაღწევთ. სარია პირდაპირ ეთერში. მამაო, დამლოცეთ, მამაო, ჩემი შეკითხვა არის ძირითადად მინდა რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაცემა და ყველაზე მნიშვნელოვანი არხი არის, რაც არ უნდა არხები მქონდეს, აი ეს ეკლესიური არხი რო არის შეკითხვა მოძღვარს, აი სხვანაირად იმედი არ გამიგებდა, სხვანაირი გასაგები არაფერი არა. რაც თქვენ ერთი კვირის წინ აქ ზუსტად ამ დროზე გამოდიხართ, ვიღაც ქალი იყო, არ მახსოვს, ძალიან კარგი გადაცემა იყო და კაციც იყო და მაშინ განაცხადეთ, რომ რა მდგომარეობა ქონდა ქართულ არხს. იმის მერე მე ყველა ბერის გამოსვლას და ღვთელის გამოსვლას შეკითხვა მოძღვარი როა, სულ რეკავდა ვკითხულობ ამბავს და ახლა მე თავს ჩემსას კი არ განვასხოვებ სხვისგან, მაგრამ აი გუშინ წინ პარასკევს გადაცემა იყო 4-2 რო არის, მამა 4-2-ია, იმასთან დავითვალე უბრალოდ რა ისინი ზარები და დღესაც კიდე 7 საათზე რო იყო გადაცემა, არ მახსოვს მაპატიოს იმართებამ შეკითხვა მოძღვართა რო იყო, საერთოდ არავის არ უკითხია რა მოელის დაუშვათ ეკლესიურ არხს და ქართულ არხს და მინდა თქვენგან ვიცოდე და ყველა ქართველი ვინც უყურებს არა იმის საშუალება ყველას გვაქვს რომ
აი ამახსა რა რო არ დავკარგოთ აგერ უყურებთ ეგერ ორშაბათობით გადაცემა როა დღეს იქნება ცეკვავენ ვარსკვლავები და სხვები და იმდენი თანხები შედის შიგნით ბოლო-ბოლო აქ არის საუბარი ღმერთის დაწერილ წერილებზე რა დაგვიბარა ღმერთმა და ბევრი არსებები ვეკითხებით აგერ მამაოს ბერს ღვთეს რომ რა როგორ უნდა გავაკეთოთ ამის გულისათვის ნუ გვექნება სხვის იმედი და ჩვენი თავის იმედები მინდა გქონდეს რომ ეს არხი არ დაიშალოს ყველამ შევინახოთ და პატივით ვცეთ ღმერთს და ამაზე უკეთესი გადაცემა ჩემთვის არ არის და ალბათ არც სხვისთვის არ არის და არც იქნება და ყველა ქართველს მინდა ვთხოვო და ყველა ღმერთის თაყვანისცემს რომ თითოეულ არის საშუალება ყველას გვაქვს და ღმერთის პატივისცემით შევინახოთ ეს გადაცემა თაყვანისცემ და მოусმინოთ მოძღვარს და ჩვენთვის არის ძალიან დიდი მნიშვნელოვანი გადაცემა და ამას ღმერთი დაგვიფასებს ამით არაფერი არ მიგვაგდება პირიქით მოგვემატება და იმედია რომ გაგრძელდება და არ წაიშლება და იქნება დაფასებული ყოველთვის ღმერთის პატივისცემით და თქვენგან მაინტერესებს რა მდგომარეობა აქვს დღეს და მადლობა და ღმერთმა დაგლოცოთ მდგომარეობა რა თქმა უნდა ჯერ ისევ მძიმეა რაღაც გარკვეული თანხა შემოვიდა სადღაც 800 ლარი შემოვიდა ერთ კვირაში პრინციპში როცა გამოვაცხადეთ იმ დღიდან და რა თქმა უნდა ეს ძალიან სასიხარულო იყო საერთოდ ჩვენ უნდა შევეგუოთ ერთ რამეს რომ ალბათ ჩვენს ტელევიზიას არავინ არ დააფინანსებს ჩვენი ტელევიზია თუ ესე ის ფორმალურად საპატრიარქოს არ ეკუთვნის ეს ტელევიზია, მაგრამ თავის სულით ხო ეკლესიაა და ეკლესია კიდევ ყოველთვის შეწირულობით არსებობს. რადგან ეკლესია შეწირულობით არსებობს, ალბათ ეს ტელევიზია შეწირულობით თუ იარსებებს. მე მესმის, რომ პროფესიული თვალსაზრისით ეს ეკლესია, ეს ტელევიზია ჩამორჩება, თქვათ, განვითარებულ ტელევიზიებს, იმიტომ რომ აქ პროფესიონალებიც კი არ მოღვაწეობენ, როგორც გითხარით, პატარა ბავშვები არიან, რომლებიც აქ თქვა ტექნიკურ პერსონალს წარმოადგენენ, იმიტომ რომ ისინი ენთუზიაზმით მუშაობენ და დასრულ ადამიანს ხელფასი ჭირდება, რაც არ არის და ასევე ამ დირექტორი ამ ტელევიზიისა ასევე არ არის პროფესიონალი, საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ამ ყველაფერთან. აქედან გამომდინარე, აშკარა დეფიციტი პროფესიონალიზმისა, რა თქმა უნდა, არსებობს, გარდა ამისა ტექნიკური რესურსი რაც ჭირდება თანამედროვე ტელევიზიას ესეთ აი ზღვარს ქვემოთ არის კიდე ამაზე ნაკლები უფრო ტელევიზიას გააჩერებ და პლუს მთელი რიგი ისეთი ტიპის რეკლამები და გადაცემები რომლებიც სამწუხაროდ და ისეთი ტიპის თოქ-შოუები რომლებიც სამწუხაროდ პოპულარულია ჩვენ საზოგადოებაში სამწუხაროდ იმიტომ რომ ბევრი მათგანი ზნეობრივად თავის თავს ძალიან ცუდად წარმოაჩენს და ჩვენი საზოგადოების ინტერესი ასეთი თოქ-შოუებისადმი ეს ნიშნავს ჩვენი საზოგადოების ბოროტ-ცნობის მოყარებას ეს ძალიან ცუდია ჩვენ და ეს ყურებაც გახდიდა რა თქმა სენსაციური თქვა ამბები გადაცემები რაღაც ანუ ისინი რაც არაფერს არ აძლევს საზოგადოებას მაგრამ დარყმნის საზოგადოებას და მაგრამ სამაგიეროდ ყურებადობიდან გამომდინარე იგი თქვათ დიდ თანხებს მოიზიდავს ესეთ თქვათ ესეთ გადაცემებს აქ ამ ტელევიზიაში ვერავინ ვერ გააკეთებს და ვერ დაუშვებს ამიტომ არის თუ იარსებებს ეს ტელევიზია იარსებებს შეწირულობით და ნახოთ რა იქნება ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ რომ სანამ დაიხურება რაღაცნაირად ვიმუშაოთ და დანარჩენს დრო გამოაჩენს რამდენად არის ჩვენი საზოგადოება მზად შეწირულობით ეს ტელევიზია შეინახოს. სხვათა შორის შეიძლება თქვათ შემდგომში უფრო გამჭვირვალეთ იმის თქმაც რა თანხები ჭირდება მე ხლა ამ წუთში მზად არა ვარ იმიტომ რომ ეს მე არა ვარ ამ ტელევიზიის ხელმძღვანელობაში არ შევდივარ, მაგრამ მე ვიცი რომ ეს თანხები ტელევიზიისათვის აი იმდენად მცირეა, რომ სასაცილოც კია, ადრეს გითხარით, რომ ის რაც ჭირდება ბიუჯეტი, რაც ჭირდება ამ ტელევიზიას თვეში, შეიძლება ზოგიერთი ტელევიზიაში ერთ ჟურნალისტს ხელფასად კონდეს. შეიძლება ეს თანხებიც თქვათ ითქვას პირდაპირ რა ჭირდება ამ ტელევიზიას, რომ ფუნქციონიროს და დანარჩენი უკვე როგორც იქნება. როგორც მითხრეს ზარია პირდაპირ ეთერში და რეკლამაზე გავდივართ და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით ისე პირდაპირ ეთერში. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ და ჩვენ საუბრობდით ზარია პირდაპირ ეთერში. აბა გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ?
პირდაპირ ეთერში ხართ. რა მოვალეობა აკეთებს სტიხაროსანს? სტიხაროსანი თქვათ თუ სიმბოლურად ვისაუბრებთ, ეს არის ანგელოზთა დასის წარმომადგენელი, ამიტომ დიდი პასუხისმგებლობაა სტიხაროსნობა, იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანი იყოს სტიხაროსანი და მისი ცხოვრება ეკლესიის გარეთ და ღვთისმსახურების გარეთ იყოს ისეთი, რომელიც არ შეეფერება ქრისტიანს. არ შეიძლება ეკლესიაში და საკურთხეველში ანგელოზს განასახიერებდა და გარეთ კიდე ანტიქრისტეს, ანტიქრისტეს რას ნიშნავს? ადამიანს, რომელიც საერთოდ არ გავს ქრისტეს. ეგ ერთი. მეორე ის, რომ სამწუხარო რეალობაა ის, რომ თვით ეკლესიის თვით საკურთხეველშიც კი და თვით ღვთისმსახურების დროსაც კი ხშირად სტიხაროსნები ვერ წარმოაჩენენ თავს ღირსეულად, როგორც ეს საჭიროა. მე უგულისხმობ, არა აქვთ კრძალვა საკურთხევლისა, წმინდა ტრაპეზისა, ღვთის კრძალვა არა აქვთ, ღვთის შიში არა აქვთ და დასაბამის სიბზნისა კიდე არის შიში ღვთისა და თუ ადამიანს კრძალვა არა აქვს და ცოცხალი ღმერთის განცდა არა აქვს საკურთხეველში, ესეთი ადამიანი უკვე სანდო აღარაფერში აღარ არის, აღარც სტიხაროსნობაში და აღარც ეკლესიის გარეთ. იმიტომ რომ ყველაზე ძვირფას, რომელიც შენ ცხოვრებაში შემოვიდა, როცა ის შენთვის არაფერია, როცა ყველაზე წმინდა შენთვის წმინდა არ არის, მაშინ ნაკლებ წმინდა როგორ გაიქნება წმინდა, ხო სწორია. უფალი პირიქით ამბობს, თუ მცირედში ერთგული იქნები, დიდ საზედად დაგადგენ შენ და თუ დიდშიც კი არაფერი არ არის, არა ხარ ღვთის ერთგული, პატარაში რა გაიქნება, ყველაფერი დანარჩენში. სამწუხაროდ ეს სტიხაროსნების ბრალი ნაკლებად არის, იმიტომ რომ სტიხაროსნები ერთგვარი მოწაფეები არიან მღვდლებისა და თუ სტიხაროსნები აშავებენ საკურთხეველში ღვთისმსახურების დროს და არ არიან მობილიზებული ცხონებაზე, თუმცა ადამიანი ისედაც მობილიზებული უნდა იყოს ცხონებაზე და გადარჩენაზე მიზანმიმართულად. როდესაც მას ესე იგი თვით მსახურების დროსაც კი არა აქვს ეს მობილიზება და კონცენტრირება ცხონებაზე, მაშინ გარეთ რა გაიქნება და ჩვენ უნდა ვასწავლოთ სტიხაროსნებს და სამწუხაროდ ჩვენ ხშირად ამას ვერ ვაკეთებთ და აქედან გამომდინარე თუ სტიხაროსანი ცუდად იქცევა, ეს არის ნაყოფი სამღვდელო ღვაწლისა. აი ეს არის და დანარჩენი თქვენთან განსაჭეთ. კარგი სტიხაროსანი, როგორც ქირურგის კარგი ასისტენტივით არის. კარგი სტიხაროსანი ხელს უნდა უწყობდეს მღვდელს, რომ მღვდელმა ისე იმსახუროს, რომ ზედმეტი მოძრაობა არ გააკეთოს და მღვდელმა ზედმეტი მოძრაობა იმიტომ არ უნდა გააკეთოს, რომ მთელი არსებით მობილიზებული უნდა იყოს ქრისტეს ძიებაზე. ისიხასტურ მდგომარეობაში უნდა იმყოფებოდა, შინაგან თავს ჩაღმავებულ და ღვთის ძიებაში უნდა იყოს. კარგი სტიხაროსანი ამას უზრუნველყოფს. კარგი ასისტენტი ქირურგის სიტყვის გარეშე ხდება, როცა ქირურგი ხელს გაიშვერს, რა ინსტრუმენტი უნდა მიაწოდოს. ესევეა კარგი სტიხაროსანიც. იქ კონცენტრირებულია ქირურგი ადამიანის გადარჩენაზე, აქ მღვდელი კონცენტრირებულია ქრისტეს ძიებაზე. ასე რომ კარგი სტიხაროსნობა ერთგვარი ნიჭიც კი არის. მიხვდეს, თქვა რა წუთში რა ჭირდება. მეცაც გეტყვით, მღვდელი თავის თავს არ უნდა მოემსახუროს ღვთისმსახურების დროს. სამღვდელო კონტაქტში ესეთი გაფრთხილებაც კი არა, თუ მღვდელი თავის თავს ემსახურება ღვთისმსახურების დროს, იგი სასიკვდილედ ცოდავს, ესეთი რამე წერია. რას ნიშნავს ეს? მძიმე ცოდვაში, ის გულგრილ დამოკიდებულებაშია ღვთისადმი გულგრილობას იჩენს, არა აქვს ის კრძალვა და აი როგორც უნდა ისე იქცევა თავისუფლად და აი ის კონცენტრირება ეკარგება და აქედან გამომდინარე მთავარს მოწყვეტილია. და აი ამ მთავარის შენარჩუნებაში დიდი როლი აქვს სტიხაროსას. აქედან გამომდინარე სტიხაროსნის ფუნქცია უდიდესია და სწორ და გამართულ და ნაყოფიერ ღვთისმსახურებას უზრუნველყოფს. როგორც მითხეს ზარია პირდაპირ ეთერში. ქრისტემ დაგლოცოთ, გაიხარეთ. თეოდორე დამლოცეთ. ქრისტემ დაგლოცოთ. როგორც დაესწარეთ. როგორც. მეგულად ვიყო და ამასე რაც მიჩევდით, რომ გავარ და უსმენ და მეტად რო ჩავღმავდე, რომ ვერ გავიგე.
ამით გავვარდა უსმენ და მეტად რო ჩავღმავდე და რო სულიერის პერიოდში ჩავჭდე მეტად და მეტად. გასაგებია. მე კითხვა კარგად დასმული არ იყო, მე ალბათ თქვენი გულისხმეთ, როცა ღვთისმსახურებას უსმენთ, ხო? ალბათ ეს იგულისხმეთ და იმისათვის რომ ადამიანი ბოლომდე ჩართული აღმოჩნდეს ღვთისმსახურებაში, ლიტურგიკული მსახურების დროს იგივე წირვაზე და არ იყოს სპექტაკლზე მისული ვით, არამედ თანამონაწილე გახდეს ღვთისძიებისა მღვდლებთან და დანარჩენ მრევლთან ერთად, ამისათვის ორი რამ არის საჭირო. პირველი ეს არის მოწესრიგებული ღვთისმსახურება. თუ ღვთისმსახურება მოწესრიგებული არ არის, თუ ღვთისმსახურებაზე არის ზუზუნი, ხმაური, გაუგებრად მეტყველებენ, ძალიან ჩქარად, უდისციპლინოდ, უხარისხოდ, უღიმღამოდ, წყალწყალა მსახურება თუ არის, გულხურვალება თუ არ არის, თუ გაცოცხლებული მსახურება არ არის, თუ ყველაფერი დუნეთ მიდის, ხო? მაშინ იქ შეუძლებელი არის თანამონაწილეობა, იმიტომ რომ ის ვისაც ევალება, აი მატარებელი ლოკომოტივი თუ არ მიდის, ვაგონებიც არ მიდიან, ხო? იმისათვის რომ ვაგონები წავიდნენ, ლოკომოტივი უნდა წავიდეს და თუ ლოკომოტივი ერთ ადგილას ბუქსაობს, შეიძლება ასე ითქვას და რის ვაი-ვაგლახით მიფურთხავს, ვაგონები როგორ აწავლენ, ესია. ამიტომ აქ ლობის წილი სწორედ ისო სასტუმრო პირებზეა და რაც შეეხება მეორე ეს არის ადამიანის მიერ სწავლა გონიერი ანუ იესოს ლოცვისა, როცა ადამიანი იესოს ლოცვით ცდილობს ღმერთთან პიროვნულ ერთობის მოპოვებას, ღმერთთან დაკავშირებას და ამავე დროს ტექსტუალურ ლოცვებს, რომელსაც კითხულობს, რომლითაც ლოცულობს, ცდილობს თითოეული სიტყვის არა გააზრება. ზოგი ფიქრობს, რომ სიტყვა თუ გაიგო, ლოცვის სიტყვა ეს უკვე ლოცვაა. არ არის ლოცვა, ეს გაიგე, მეტი არაფერი. თითოეული სიტყვა ჩვენ საკუთრებად უნდა ვაქციოთ. და იმისათვის რომ ეს ესე მოხდეს, ჩვენ უნდა როცა მარტო ვლოცულობთ ერთი ერთზე, უნდა დავივიწყოთ აი ეს პრინციპი, რომ აქედან აქამდე უნდა წავიკითხო და ეს არის ლოცვა. არა, აქედან აქამდე არ უნდა წაიკითხო და ეს არ არის ლოცვა. შენ უნდა დისციპლინის თვალსაზრისით შენ უნდა გარკვეული დრო გამოყო, ეს დრო დააფიქსირო ტელეფონზე, იმაზე, მაღვიძარაზე ესე პირობითად რომ ვთქვათ, გაგ ნახევარი საათი და მეტი არა გაქვს. ეს ნახევარი საათი უნდა მოანდომო. არა იმას, რომ ამ ნახევარ საათში რაც შეიძლება მეტი ტექსტი ჩატიო და ჩაკუმშო და ყველაზე რასება მეტი წაიკითხო და ამით თვითმაყოფილებაში აი რამდენი წავიკითხე და დილის ლოცვებით წავიკითხე, ერთი კანონით ჩავტიე და კიდე რაღაცა და რა ვიცი. ხო, და ამისათვის ყოველგვარი გაგებაზე და ლოცვაზე ლაპარაკი ზედმეტი არამედ ეს ნახევარი საათი უნდა გამოვიყენო ღმერთის პიროვნული ძიებისათვის. კიდევ მიმეორებ, ეს ნახევარი საათი უნდა გამოვიყენო არა გარკვეული რაოდენობის ტექსტის წაკითხვისათვის, რომ ჩამეთვალოს და თვითმაყოფილებაში ვიყო. არამედ ეს ნახევარი საათი უნდა გამოყენებული იქნას ღმერთის პიროვნული ძიებისათვის და ამისათვის თუ ვიყენებ მე ტექსტს, საჭიროა თითოეული სიტყვის გათავისება, არა უბრალოდ გააზრება, არამედ საკუთარი სულის მოთხოვნილებად ქცევა თითოეული სიტყვისა და ეს ნიშნავს, რომ თითოეული სიტყვაზე ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს. დაწყებული გააზრებით, დამთავრებული ჩემი სულის იმ მდგომარეობაში მოყვანით, რომ ეს სიტყვა მისთვის გახდეს, ესე იგი, მისთვის გახდეს სასიცოცხლოდ აუცილებელი, რომ ეს თხოვოს ღმერთს, ეს უნდა სთხოვო ღმერთს, გესმით? ასე რომ სამუშაო ძალიან ბევრია. თუ ადამიანი ამ მიმართულებით მუშაობს საკუთარ თავთან და ესე სწავლობს ღმერთის ძიებას, ღმერთთან პიროვნულ ძიებას. მერე უკვე ღმერთთან პიროვნულ ძიებას ის გააგრძელებს საზოგადო ლიტურგიკული მსახურების დროსაც, იგივე წირვაზეც, ოღონ იმ შემთხვევაში, თუ წირვა მიმდინარეობს ისე, როგორც თავში გითხარით. ხო? თუ წირვაზე არის ის მყუდროება და ის მიზანსწრაფულობა, ის გულხურვალება, ის სიცოცხლე, რომელიც წირვაზე უნდა იყოს. თუ ეს ორივე არის, მაშინ ადამიანი ჩართულობა იქნება უფრო მეტი, არა რაღაც დონემდე, არამედ უფრო მეტი და ამ ზრდას, ჩართულობაში ზრდას დასასრული არ აქვს. გარეგნულად შეიძლება ადამიანი პასიურად ჩანდეს, მაგრამ შინაგანად ისეთი გულმხურვალე იყოს, რომ სწორედ უპირველესად მისი გულმხურვალე ლოცვის გამო შეიწიროს ღმერთმა უსის ხომსხერული. იმდენად ძლიერი იყოს მისი ლოცვა. აი ასე რომ ეს გაითვალისწინოთ. დასვით შეკითხვა პირდაპირ ეთერში ხართ? გაგლოცეთ მამაო. ქრისტემ დაგლოცოთ. ისიც მაინტერესებს მამაო, ხშირად მოძღვრები
რატომღაც ძველ აღქმას უგრძალავენ თუ არაერთი სახარბიელოთ ეტყვიან ხოლმე მრევლს, რომ არ არის საჭირო, მაინც ვერ გაიგებთ, მაგის კითხვა ზოგიერთ აიკითხოთ სახარება. მე ძალიან მაინტერესებს და ვკითხულობ და იცით რა, ისიც არ არის, რომ ცალკე იყოს გამოცემული ძველი აღქმა, ვერცად ვერ ვიპოვე, ვერცად ვერ ვიშოვე, უბრალოდ ვწოდებ. ეს ერთი კითხვა და მეორე, ჩვენ ხა მადლის დისპენსაციაში ვიმყოფებით და რას ნიშნავს ეს? რა სად ვიმყოფებით? მადლის დისპენსაციაში. ანუ რას გულისხმობთ? ჰალო. აიმე, რას გულისხმობდით? მადლის ვერ გავიგე მეორე სიტყვა. რას ნიშნავს ეს? ესეთი განათლებულების არა ვართ, რომ ყველა სიტყვა იცოდეთ. აბა, ეგება რაღაცნაირად დარეკო და მადლთან დაკავშირებით რა გაინტერესებს? მადლთან დაკავშირებით კიდე გითხრათ, რას გულისხმობთ. რაც შეეხება ძველ აღთქმას. ძველ აღთქმას რაც შეეხება, ძველი აღთქმა, მე საერთოდ ეხლა გააჩნიეთ ყველას თავისებური მიდგომა, მე მაგალითად არაფერს აკრძალვა არ მიყვარს, თუ ეხლა აშკარად რაღაც უზნეობა არ არის და ვერ ახსნილობა, მე არც ერთი წიგნის აკრძალვა არ მიყვარს პირადად, ჩემი დამოკიდებულება ესეთია. რაც შეეხება ძველ აღთქმას, გარკვეული სიფრთხილე იქიდან გამომდინარე შეიძლება იყოს საჭირო, რომ ზოგი ძველ აღთქმას წაიკითხავს, შეიძლება ეგონოს, რომ ეს არის დღევანდელი ეს არის ღვთისაგან დღევანდელი ადამიანისადმი მოთხოვნება დღევანდელ დღეს, აი რას გთხოვს ღმერთი დღეს ადამიანს, ესე არ არის, ხო გესმით? ეს არის ძველი აღთქმის პერიოდი, ახლა ვართ ახალი აღთქმის პერიოდში და ძველი აღთქმის გაგება, მაგალითად თუ ადამიანს ქრისტოცენტრული აზროვნება ჩამოყალიბებული არ აქვს, ანუ სახარებით გამოძერწილი ცნობიერება თუ არ აქვს, ის ძველ აღთქმას ქრისტიანულად ვერ გაიგებს. გესმით? იმიტომ რომ ძველი აღთქმა დაიწურა, შეიძლება ასე ითქვას, დაიწურა ახალ აღთქმაში და ახალი აღთქმა არის ის, რისთვისაც მთელი ძველი აღთქმა დაიწერა. და ახალ აღთქმის სინათლეზე შესაძლებელია ძველი აღთქმის ისეთი სიღრმეების გაგება, რომელთაც ქრისტეს გარეშე ვერ გაიგებ. ხო, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ თუ თქვენ ძველ აღთქმას იკითხავთ ახალი აღთქმის სინათლის შუქზე, მაშინ ძალიან ბევრ სარგებლს ნახავთ. და იმასაც მიხვდებით, რა არის დღეს მისაღები იქ და რა დღეს უკვე ჩვენი აღარ არის, ხო? ესეა. რაც შეეხება მეორეს მადლის მოკლებას თუ გულისხმობდით, მადლთან ვერ ყოფნას და მადლის ვერ გათავისებას და თუ ამას გულისხმობდით, რომ მადლს ვერ მოვიხვეჭთ და მადლის მოკლება რომ არის ჩვენში, თუ ამას გულისხმობთ, მადლის მოპოვების ორი წყარო აქვს დღეს ქრისტიანს ეკლესიაში. ეს არის ორი ძირითადი წყარო, ეს არის საიდუმლოება, ევქარისტიას გულისხმობ, ანუ ზიარება და მეორე გონიერი ლოცვა და ეს ორი ფრთა არის, რომელთაც ჩვენ მადლს მოვიხვეჭთ. თუმცა ზიარებაცა და გონიერი ლოცვაც, ანუ სიხასტური ლოცვის პრაქტიკაც შეუძლებელია თუ ადამიანს არ აქვს მყარად ჩამოყალიბებული ეკლესიოლოგიური აზროვნება, ანუ ღვთისაგან მოცემული ცოდნა, ანუ დოგმატები ბოლომდე გათავისებული თუ არა აქვს და ამავე დროს თუ იგი გარეგანი ცხოვრების წესი მისი თუ არ არის უფლის ერთგულება, ცნებებით უფლის ერთგულება, ანუ ქრისტეს საქმის გამგზავრებელი უნდა ვიყო და ქრისტეს უნდა ვერთგულებდეთ. ხო? აი ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ადამიანი ხდება ცოცხალი ნაწილი ქრისტეს სხეულისა და ამავე დროს სულიწმინდის მიერ მოტანილი საღვთო ენერგიის, ანუ მადლის ჭურჭელი ხდება, ანუ ტაძარი ხდება ღვთისა. თუ კითხვები არ არის, ზარია პირდაპირ ეთერში, მითხარით ხოლმე, როცა ზარია, რომ მე ვიცოდე. მამაო დაგლოცე. ქრისტემ დაგლოცოთ. მამაო,
დიახ. მართლმადიდებლობის სწავლებით ლიტურგიის დროს წმინდა წვენი კურთხევის შემდეგ ჭეშმარიტ ქრისტეს სისხლა და ხორცად გარდაიქცევა, გარდაისახება. ეს ჭეშმარიტი გარდასახვა თავის მოლეკულური აგებულებით თუ მხოლოდ სიმბოლიზმია. და მეორე შეკითხვაც ასევე თუ შეიძლება, აღდგომისა და ამაღლების შემდეგ ქრისტეს ადამიანური ბუნება, მისი სხეული, გარეშემოწერილი დარჩა თუ გარეშემოუწერელი გახდა? გასაგებია. ой, როგორი კითხვები დასვით, კაცო? რაც შეეხება ზიარებასთან დაკავშირებით, თქვენ ესეთ კითხვები დასვით, რომელზეც მართლმადიდებლობა საერთოდ არ საუბრობს. კათოლიციზმს უყვარს ხოლმე თქვა ამ თემებზე გამახვილება ყურადღების, მაგრამ მართლმადიდებლობა ამ თემაზე არ საუბრობს. თქვენ მოლეკულები ახსენეთ და მოლეკულებზე უფრო ღრმა ელემენტარული ნაწილაკებია და ატომებია და ატომები და ელექტრონები ყველა ნივთიერებას ერთდაიგივე აქვს, როგორც მოგიხსენებათ. ელექტრონები და ატომგული, პროტონები და ნეიტრონები ყველა ნივთიერებას ერთდაიგივე აქვს, აბსოლუტურად და მათ შორის ორგანულსაც და არაორგანულსაც. პლაზმაშიც ეგენია, სხვა არაფერი არ არის. ამიტომ თუ ნივთიერების საწყის ვიგულისხმებთ, არსით, პურიც და ხორციც ერთდაიგივეა. რაც შეეხება მათი თქვათ სხვადასხვა კომბინაცია და ზოგ შემთხვევაში ორგანულია, ზოგ შემთხვევაში არაორგანულია და ამ შემთხვევაში პური, ამ შემთხვევაში ისე ორგანულია ორივე, პურიცა და ხორციც ორივე ორგანულია, კაცმარო თქოს. ასე რომ აქ ესე ფიზიკის დონეზე ყველაფერი ერთდაიგივეა, კაცმარო თქოს. ელემენტარული ნაწილაკების დონეზე და რაც შეეხება ქიმიის დონეზე, რა თქმა უნდა, მოლეკულური წყობა სხვადასხვა ხორცს და სხვა პურს, ამიტომ მოლეკულურ დონეზე, ანუ ქიმიის დონეზე ერთდაიგივე არ არის. მაგრამ ქრისტიანული მართლმადიდებლური სწავლება არ უღმავდება ამ საკითხს ესე. ჩვენ ერთი რამე კი ნამდვილად ვიცით, რომ იგი პური და ღვინოა, თქვათ, გარდასახვის მერეც როგორც ნივთიერება, ანუ მოლეკულურ დონეზე ჩვენ მაცვლებას ვერ ვატყობთ. საქმე იმაშია, რომ უფალი როცა ამბობს, რომ ეს პური და ეს ღვინო, ჩემი ხორცი და სისხლია, პავლე მოციქულთანაც ვხედავთ მერე ჩვენ ამას, პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში იქ საუბრობს ამ თემებზე ზუსტად და იქ კვლავ პურსსა და ღვინოს ახსენებს და ამბობს, რომ ეს პურია, მაგრამ ქრისტეს ხორცია და სისხლია, მაგრამ ეს ღვინოა, მაგრამ ქრისტეს სისხლია. ანუ აქ ლაპარაკი არ არის, თქვათ, ქიმიურ ცვლილებაზე. აქ ლაპარაკია არსობრივ ცვლილებებზე, ხოლო არს რაც შეეხება, არსი გაცილებით უფრო ღრმა არის, ვიდრე ეს, თქვათ, უბრალოდ ქიმია შეიძლება იყოს. უფალმა უფლის გეგმაში იჯდა ჩვენი გადარჩენისათვის უფლის გეგმაში იჯდა, რომ ჩვენ მისი სხეულის ნაწილი ყოფილიყავით. იმიტომ რომ ქრისტეს სხეულს ადამიანურ ბუნებას, ანუ მოიცავს ძეღმერთის პიროვნება და ჩვენც უნდა ყოფილიყავით მოცულნი ძეღმერთის პიროვნების მიერ. და ეკლესია სწორედ ეს არის ქრისტეს სხეულის გაგრძელება. ამიტომ ეკლესია რაღაც ორგანიზაცია კი არ არის, რაღაც თავისთვის არსებული, ქრისტეს განკაცებული ღმერთის სხეულის გაგრძელება. ამისათვის ჩვენ მისი ხორცის ნაწილი უნდა გავხდეთ. ხორცი ამ შემთხვევაში იგულისხმება არა უბრალოდ ხორცი, არამედ მისი სხეული, ანუ გაცილებით უფრო დიდი დატვირთვა აქვს ამას, ვიდრე უბრალოდ ხორცია, ხო გესმით? მისი ადამიანური ბუნებაა ეს თლიანად და ოღონ განღმრთობილი, იმიტომ რომ ღმერთი მოიცავს მას თლიანად. და ჩვენ მისი ნაწილი უნდა გავხდარიყავით. როგორ მის ნაწილი გავხდარიყავით? როგორ უნდა გავხდარიყავით მისი ნაწილი, ხო? და აი ჩვენთვის გასაგებ ენაზე გააკეთა ეს უფალმა, იმიტომ რომ ადამიანი რაღაცას რომ ჭამს, თქვა პურს რო ჭამს, ეს მისი სისხლი და ხორცი ხდება. ჩვენ რო პურს ჭამთ და ღვინოს ვსვამთ, ის ჩვენი ხორცი და სისხლი ხდება, ამით ვართ აშენებული. მაგრამ თუ არ შევჭამეთ, ის ჩვენი სისხლი და ხორცი არ გახდება. მაგრამ უფალი როგორც ყოვლის შემძლე ღმერთი, რომელსაც არაფრისაგან მთელი სამყარო შექმნა, თავის ყოვლის შემძლეობით აკეთებს იმას, რომ ამ პურს და ამ კონკრეტულ პურს და კონკრეტულ ღვინოს არ შეჭამს და ისე ხდის თავის ხორცსა და სისხლად. ისე გადააქცევს თავის ხორცსა და სისხლად. აკურთხებს და აი ამ კურთხევით საღვთო განგებულებით ხდება. ანუ პური და ღვინო რჩება პური და ღვინო, იმიტომ რომ შეეჭამა ის მის სისხლი და ხორცი გახდებოდა, ესე იგი ქიმიურადაც, მაგრამ არ შეჭამა, მაგრამ კურთხევით არსობრივად ის გახადა ხორცი და სისხლი და
რადგან იგი პურისა და ღვინო არის გარეგნულად და თავის როგორც თქვათ ქიმიურად ხო ასე როგორც ბრძანეთ მისი შეჭმა ჩვენ შეგვიძლია მაგრამ ჩვენ ჭამთ უკვე არაჩვეულებრივ პურს და ღვინოს არამედ ხორცს და სისხლს რატომ არის ეს ხორცი და სისხლი პასუხი ძალიან მარტივია იმიტომ რომ ქრისტემ ესე თქვა რომ ეს არის პური და ეს ანუ ღმერთმა რომელმაც თელი სამყარო არაფრისაგან შექმნა არანაირი ნივთიერება არ ქონია და რამდენი რამე არსებობს ხო მან თქვა რომ ეს კონკრეტული პური და ეს კონკრეტული ღვინო ჩემი ხორცი და სისხლია ჭამეთ და როგორც კი ჩვენ ამას ჭამთ მისი სხეულის ნაწილი ხდებით და მოცული ხდებით ღმერთის პიროვნების მიერ და ვართ ეკლესიის აგურები აი ეს არის და მე უკვე იქ ნიუანსი თქვათ იქ მოლეკულ ხო გესმით ეს როგორ გითხრათ მნიშვნელობა ამას საერთოდ აღარ აქვს გესმით ანუ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არა გარეგნული როგორ გითხრათ ცუდ კონტექსტში არ მინდა გამომივიდეს აი გარეგნული ფოკუსი რასაც ქვია რომ ნახე რა იყო და რა ანუ ეს კი არ არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის რომ ქრისტემ რო თქვა რომ ამით ჩემი სხეულის ნაწილები ხვდებით ჩვენ ვენდობით ქრისტეს და ხვდებით მისი სხეულის ნაწილები და რომ ვენდობით არა მარტო თეორიულად, არამედ პრაქტიკულად, იმიტომ რომ თუ ადამიანი სწორად სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, მან იცის ყოველი ზიარების შემდეგ მასში რა ხდება, როგორც ძალუბად შემოდის საღვთო ენერგია, რომელიც მას კიდევ ერთ ნაბიჯს ადგმენებს ღვთისაკენ სავალ გზაზე. გესმით? და ადამიანები ნელ-ნელა თუ სწორად სულიერი ცხოვრება აქვს, როგორ ემსგავსებიან ნელ-ნელა ქრისტეს. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, აქ მარტო გარედან მოსული მადლი ამ შემთხვევაში ღმერთისგან გამოწვდილი ხელი არ არის საკმარისი თუ ჩვენ მისი მიმართულებით ნაბიჯი არ გადავდგით, იმიტომ რომ იუდა რო ეზიარა, როგორც კი ეზიარა, მასში ეშმაკი შევიდა. ასე რომ ეს იმ დასახარებაში იმიტომ დაიწერა, რომ ჩვენ გვახსოვდეს, რომ ღვთისაგან კი მოდის ეს საოცარი მადლი, მაგრამ ჩვენ ზუსტად მისი მიმართულებით ნაბიჯი თუ არ გადავდგით. რას ნიშნავს მისი მიმართულებით? მისი პიროვნული ძიება. მისი პიროვნული ძიება კიდე შეუძლებელია ისიხასტური ლოცვითი და გონიერი ლოცვის გარეშე და გარდა ამისა, მისი პიროვნული ძიება შეუძლებელია თუ შენ არ ცდილობ რომ მას დაემსგავსო ყოველ ნიუანსში, ცხოვრების ყოველ წამს და საკუთარი თავისად მიყო უკიდურესად კრიტიკული, რომ გავხარ თუ არა ქრისტეს. ხო გესმით და როცა ჩვენ ძალიან ხშირად არ გავართ და როცა არ გავართ ეს მუდმივად სინანულის საფუძველს უნდა გვაძლევდეს. აი ესია და რაც შეეხება თქვენ ქრისტეს ადამიანური ხო ეს იცით აი მე ვფიქრობ ეს სწორედ აქედან გამომდინარეა. იმიტომ რომ ადამიანური ბუნება შემოსაზღვრულობას ნიშნავს. მაგრამ ნახეთ ქრისტეს ადამიანური ბუნება როგორია? ქრისტეს ადამიანური ბუნება არის როგორი? მან შეიერთა მთელი კაცობრიობა თავის თავში. პოტენციურად და ეს პოტენცია ნელ-ნელა ძალას იკრებს. ანუ ჩვენც ქრისტეს სხეული ვართ, მაზიარებელი ადამიანები. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ მისი საზღვრები ძალიან დიდია. აი მაგალითად, ჩვენი ტაძარი თქვა, სადაც ჩვენ წირავთ. თქვათ კვირას გუშინ, ხო, ძალიან ბევრი ადამიანი ეზიარა. ყველა ეს ადამიანი ქრისტეს სხეულის გაგრძელებაა. ასევე დედამიწის მეორე მხარეს მაგალითად, ხო? აი ამერიკაში არის მართლმადიდებელი ეკლესია. იქაც თქვათ ეზიარენ, ხო? ისინი ქრისტეს სხეულის ნაწილები არიან. ხედავთ როგორ არის. ამიტომ და ისინი ქრისტეს სისხლი და ხორცის გაგრძელება არიან, აქაც ისინის და ამიტომ ეს საზღვრები თითქმის ყველგან ყოფობა, როგორც აი თითქმის ყველგან ყოფია შეიძლება ასე ითქვას. აი სწორედ იმის გამო რომ ძეღმერთთან შეურევნელ ერთობაში ადამიანური ბუნება და ძეღმერთის პიროვნება მოიცავს ადამიანურ ბუნებას, იმის გამო ხდება ეს საოცარი სასწაული, რომ ერთის მხრივ ძეღმერთი ამალდა ზეცად, მაგრამ ამავე დროს თავისთავი დატოვა მიწაზე. მე თქვენთანა ვარ, ვიდრე აღსასრულამდე სოფლიცა გახსოვთ რას ამბობს უფალი. როგორ არის უფალი? ნუ პროტესტანტები ძალიან ამარტივებენ ამას, სახარება დაგვიტოვაო და ნუ ხო ხვდებით რომ ეს სახარებაში რაც წერია, იმას დაგიტოვდა წინასწარმეტყველის პირით, იმას განკაცება საერთოდ არ ჭირდებოდა. რას ნიშნავს სახარება დაგიტოვა? და სახარება საერთოდ არ იყო პირველი წლები, როცა მოციქულები მოღვაწეობდნენ და ეკლესია არსებობდა. სახარება კი არ დაგვიტოვა, კაცო, თავისთავი დაგვიტოვა. მე თქვენთანა ვარ და როგორ დაგვიტოვა თავისთავი? აი ჩვენ ვართ მისი სხეულის გაგრძელება და ასე დაგვიტოვა. ასე რომ ერთის მხრივ ამაღლდა ზეცად, მაგრამ არის აქ მიწაზეც ეკლესიის სახით. მართალი ეკლესია მებრძოლია ხო, მაგრამ ქრისტე ჩვენ რო ვიბრძვით ქრისტე თქვათ ქრისტე ფეხზე წამომდგარია და ჩვენ თანაგვიგზნობს. ნუ გესმით სტეფანეს რო ქოლავენ ის ფეხზე დგება, ხო? მან იხილა სტეფანემ
არა მჯდომარე, არამედ მდგომარე მარჯვენით მამისა და პავლე მოციქული ამბობს, რომ იგი არის მარადული მღვდელმთავარი რას ნიშნავს? მუდამ ჩვენი მეოხია ზეციური მამის წინაშე. და ის ჭრილობები, რომელიც შეინარჩუნა, ხო, რატო? ანუ ჩვენს გამო მიყენებული ტკივილები მასთან არის. კი არ ტკივა, მაგრამ ამავე დროს ის ჩვენთან აგვიზნობს, ბოლომდე ჩვენთან არის, თანამებრძოლია. ფაქტურად ჩვენ მარტო არ ვიბრძვით, მებრძოლი ეკლესია ვარ და მარტო არ ვიბრძვით და ჩვენი ბრძოლა ძალიან ძლიერია და ჩვენ ჯოჯოხეთისანი ვერ მოგვერევა, რატო? იმიტომ რომ ჩვენ ისე კი არა ვართ რაღაც ადამიანური ორგანიზაცია, არამედ ჩვენ ქრისტესთან ერთობთ, ფაქტურად ჩვენ ეკლესია არსებობს, ქრისტე არსებობს დედამიწაზე, სამყაროში. აქ არის, ამას ნიშნავს. ამიტომ ეკლესიის დამარცხება არის შეუძლებელი. არანაირი ფიზიკური განადგურებით, არანაირი უზნეობით, აი ძალიან ბევრი უზნეობაც რომ გამრავლდეს ეკლესიაში, ეკლესია მაინც არ მარცხდება. იმიტომ რომ იქ ერთი გამოჩნდება, ისეთი რომელიც ამოიყრის და თელ ახალ სიცოცხლეს წარმოშობს. დამარცხება მისი შეუძლებელი, იმიტომ რომ ქრისტე დაუმარცხებელი. სარია პირდაპირ ეთერში. მამაო, ქრისტემ დაგლოცოთ. მე მაინტერესებს რამდენად ვალდებულია ჩვეულებრივი ქრისტიანი ქრისტეს სიტყვის ქადაგებისა და რა დოზით უნდა მოხდეს ეს, რომ არც ზედმეტობაში მოგივიდეს და თან აი ეს ვალდებულად თავს აი ვიღა ვინც არ იცის უთხრა ქრისტეს სიყვარული, ქრისტეს წმენა ჩაუნერგო. მე მაგალითად შვილკვდარი დედა ვარ და ყოველთვის მინდა ხოლმე აი როცა სამძიმარზე მივდივარ ის ვანოგეშო რამე თმენა გამოცდილი მაქვს ტკივილი ის მწუხარება და პირველი ჩემი შესვლა არის ხოლმე და რომ ნოგეშინია რამე თმე ამ ტკივილმა უფრო მეტად დამანახა უფალი უფრო მეტად მაგცნობინა ის ჭირთა დათმენა და რატომ ჩემ თავს ვაძლევ ამის უფლებას ხოლმე რომ თამამად უთხრა თამამად ვალოგეშო და რადგან მე ეს ტკივილი მაგ გამოცდილი და ეს მაინტერესებს საერთოდ აი ქრისტეს სიტყვის ქადაგება რა დოზით შეუძლია ჩვეულებრივ ქრისტიანს რომ ქადაგოს ჩვეულებრივ ადამიანებს ვინც ანაკლებად არიან ეკლესიელები. აი ეს მაინტერესებს მამა უღმესი მადლობა. შეიძლება კი არა ეს ჩვენი ვალდებულება. ღვთისმსიტყვის ქადაგება არის თითოეული ადამიანის ვალდებულება. ოღონ ქადაგებაში რა იგულისხმება, ამას აქვს მნიშვნელობა. ქადაგებაში ჯერ ერთი ქრისტე რო იქადაგო, უნდა იცნობდე ქრისტიანულ მოძღვრებას. ქრისტიანულ მოძღვრებას რო იცნობდე, უნდა მუდმივი კავშირი გქონდეს წმინდა წერილთან. და წმინდა წერილთან კავშირი თუ არის, პირდაპირ წერი არის, იყავით ნათელი ამას უფლის. ეს არის სწორედ მისიონერობა. ეს არის ქადაგება. ანუ მდგომარეობა გქონდეს უნდა ისეთი, რომ შენში მადლი ისეთ ძლიერად უნდა იყოს, რომ ის გარეთ ასხივებდეს. და შენ ხმაც სიტყვით რომც არ ასწავლო არავის სიტყვაზე. ეს მაინც უნდა ავლენდეს თავს ადამიანის ცხოვრების წესში. მაგიდაზე შემოდგმული სანთელივით უნდა იყო, რომელიც გარშემო ყველაფერს ანათებს. ამიტომ იმისათვის რომ ადამიანმა ქრისტეს საქმე გააგრძელოს და ეს ვალდებულება, ანუ თქვენ კითხავთ რომ დასვით რომ შემილია თუ არ შემილია, არათუ შეგიძლიათ, არამედ ვალდებული ხართ. მაგრამ აი აქ უყარი მაგრამ პავლე მოციქულიც ამბობს, ნუ ყველა მოძღვრის. პავლე მოკლედ 60 ქულოში არის ეს სიტყვები. ნუ ყველა მოძღვრით. ანუ არა ყველას არ აქვს მოძღვრების უფლება. ესე იგი ვალდებულება ყველას აქვს და უფლება არ აქვს. და რატომ? იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენი ვალდებულების შესაბამისად არ ვცხოვრობთ. იმისათვის რომ ჩვენ შევძლოთ რომ ქრისტეს სიტყვა ჩვენი პირიდან გავრცელდეს და სხვა ადამიანის გულებამდე მიაღწიოს, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ სწორი ქრისტიანული ცხოვრებით. ჩვენ უნდა აი გრიგოლ პალამა ამბობს, თუ არ ვცდები ესეთ საოცარ სიტყვებს, თუ რომელიღაც დიდი წმინდანი, რომ ძალიან საშიშია, როცა ადამიანი ქრისტეზე საუბრობს ისე, რომ ქრისტეს არ იცნობს. მის სიტყვას ან ძალა არ აქვს უკეთეს შემთხვევაში და ან უარეს შემთხვევაში ქრისტეს დამახინჯებას იწვევს,
ადამიან, ანუ ისეთ ქრისტეს არ აცნობ, როგორიც არის ის სინამდვილეში. შენ აცნობ ისეთ ქრისტეს, როგორც შენ წარმოგიდგენია და შენი წარმოდგენა კერპია. და ნამდვილ ქრისტეს ვერ აცნობ, იმიტომ რომ შენ თავად ქრისტეს არ იცნობ. ქრისტეს არ იცნობ, იმიტომ რომ სწორესულიანი ცხოვრება არ აქვს. მასთან პიროვნულ ერთობას არ ეძებ. გონიერ ლოცვას არ სწავლობ. ზიარებისადმი სწორი დამოკიდებულება არ აქვს, გესმის? აი ეს ყველაფერი, ანუ თუ უნდა რომ ადამიანს ეს ვალდებულება რაც მას აქვს, განახორციელოს, მაშინ მას სწორესულიანი ცხოვრებით უნდა იცხოვროს. თუ ვერ ცხოვრობს სწორესულიანი ცხოვრებით, მაშინ არ უნდა იმოძღვროს. ხოლო აი, მაგრამ არ იმოძღვრებს და ეს არ ნიშნავს, რომ ის კარგად იქნება. ხო, იმიტომ რომ მას ვალდებულება აქვს. ასე რომ თუ ვართ ქრისტიანები, უნდა ვიყოთ ბოლომდე და თუ ვიქნებით ბოლომდე, მაშინ ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენი სახით ადამიანებმა ღმერთი დაინახონ. ზარია პირდაპირ ეთერში. გამარჯობათ მამაო. მე ისეთ ცოტა განსხვავებული შეკითხვა მაქვს. რატომღაც ბევრი ადამიანი კი რეკავს, დავდივართ ეკლესიაში, მაგრამ ჩვენს ქვეყანას რაღაც არ ეთყობა, რომ ხალხი კეთილები ვართ, ეკლესიურები ვართ, თუმცა გადატენილია ეკლესიები და აი სანამ ასეთ ეკლესიურები გახდებოდით კომუნისტების დროს კი დავდიოდით ხანდახან ის ეკლესიაში ეს უბრალოდ, მაგრამ მარხვა და აღსარება, ზიარება ძალიან ბევრი მათგანისთვის უცხო იყო. მაგრამ მაშინ უფრო ხალხი ბედნიერი იყო, ყველა გაღიმებული იყო, გაიცინოდა. თბილისი მით უმეტეს ისეთ მხიარული ქალაქი იყო, მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა, ვინ ჩამოვიდოდა, რა ბედნიერი ხალხია საქართველოში, როგორი ყველაზე მხიარული და მომღიმარია თბილისი. და ეხლა თავისუფლებში ყველაზე მოწყენილი ქალაქი ყოფილა თბილისი, რადგან ჩამოდიან ტურისტები და გაოგნებულები არიან, რა ყველა მოწყენილია, ყველა ტირის, მდიდარი, ღარიბი, სულ ყველა დაღვრემილია, სულ ყველა აი ძალიან დათრგუნულია, დადეჩავებულია. ჩემს ეს ძალიან მოქმედებს, იცით მამაო, მე უკვე არაფერი აღარ მეხარია, როდესაც ხედავ ამდენ ხალხს გაუბედურებულს. თუმცა მე ღმერთის წყალობით სამსახურიც მაქვს და ათშიერი არ ვარ, მადლობა უფალს ამისთვის, მაგრამ ამდენ გაუბედურებულ ადამიანს მოხედავ, ქუჩაში გავლა აღარ მინდა, იმიტომ რომ მე ვიცი თბილისი, აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, როგორ ყველა ერთმანეთს ეფერებოდა, როგორ ყველა ერთმანეთს ესიყვარულებოდა. ეს იყო კომუნისტების დროს და გახსით დამოუკიდებლები და ერთმანეთს ჭამს. ელემენტარული შეკითხვა რო ვინმეს მისცე, იმისაც კი მეშინია არაფერი მითხრას, არ გამომლანძღოს, რაღაც საშინელი ხალხი გახდით, ურჩხულები გახდით. არავის არ ვინდობთ, ნათესებიც კი ერთმანეთს არ ვინდობთ. არა და ყველა ეკლესიაში დავდივართ. რა ხდება მამაო, ეს გაჭირვება მოიტანა თუ და მეორე ფაქტორი კიდე ყოველთვის მაინტერესებს. მარტო იმისთვის გვინდა ცხოვრება და ეკლესიაში სიარული რომ გარდავიცვლებით 64-ში მოხდეთ და ჯოჯოხეთში არ მოხდეთ თუ ჩვენს ქვეყანაზე რაც ილიამ დაგვიტოვა მამული ენა საწმუნოება ყველაფერი ნადგურდება აბსოლუტურად ვერაფერი ვერ შევინარჩუნეთ და კიდე მეორე ფაქტორი ძალიან სწრაფად გეტყვით მე გაოგნებული ვარ როდესაც სომხები გამოდიან ამერიკაში რამხელა 100,000-იანი მიტინგები მოაწყვეს მე მგონი და ამერიკას ხარჯობს უწეს და მთელი მსოფლიო რომ თურქეთს ბოდიში მოახდებინეს გენოციდი მოგვიწესო და ჩვენ რომ მოგვიწეს გენოციდი მთელი საუკუნეების მანძილზე თურქეთს ისეთი გენოციდი არავისთვის არ მოუწია მე მგონი 10 ერისთვის და ჩვენ რატო მე ვუწოდებთ მათ რომ ისინი არიან ჩვენი ძმები, მეგობრები არ ვიცი პირდაპირ არ ვიცი მივდივართ რამის პრეზიდენტი რო ჩავიდა არ ვიცი ნუ ჩემი ძმა ხარ მეგობარი კოცნის ასე უღირსებოდ რატომ ვექცევით და ესენი ძალიან მასხარად მიგდებენ თურქები თუნდაც ირანელები შეიძლება რაც მაგათ ჩვენ გაგვიკეთეს ბერებს გვიწავდნენ ქეთევან წამებული მისი შვილები გიორგი სააკაძიშვილი რა ვიცი რომელი ერთი მოვიტანო ისტორიიდან რაღაც საშინო დრეში ჩაგვაგდეს და ჩვენი მცირე რიცხოვნობა სწორედ მათგან გამომდინარეა და რატომ ეფერებით რატომ არ ვართ აი უფრო ღირსეული რატო ყველას უნდა მიუტევოთ ვერ გავიგე ხომ შეიძლება არ ვლანძღოთ მაგრამ არ ძმა და მეგობარი უწოდეთ მარტო რუსებს არაფერს არ პატიებს და ყველაც ცუდი რაც გაუკეთებთ ყველაფერს ვიხსენებთ და მოკლედ არ ვიცი სულბათ ლანძღვაში ვართ ყოველდღე და სხვებს რატომ პატიებთ აი ეს მაინტერესებს ძალიან ой
სომხებზე ერთ მაგალითს მოგიყვებით, ეხლა დაძაბული სიტუაცია რო არის აზერბაიჯანთან. ესეთი ფაქტი მოხდა, რომ ერთ-ერთი ძალიან ესეთი მილიონერია თუ რაღაცა სომეხი, რომელიც სასონხეთში არ ცხოვრობს, მისი ორი შვილი, ორი ვაჟი ოქსფორდში ცხოვრობს, სწავლობს. ორივე ვაჟი ჩამოიყვანა და ესე იგი ერევანში გაუშვა ბრძოლის აი ამ საბრძოლო მოქმედებები რო იყო ახლა ყარაბაღის ამბავზე და თან წინახაზე უშვებდა. წინახაზე გადიდა იომე თქვენი სამშობლოსათვის. აბა დამანახეთ ერთი ქართველი ესეთი რომელიც ჩამოიყვანს ეს უცხოეთიდან შვილს და გაჭირების დროს საქართველოს ბრძოლის სადაც საქართველოს ბრძოლის წინახაზე გაუშვებს. ჩვენში ეროვნული თვითშეგნება ძალიან ჩამყდარია სომხებს მათ სამწუხაროდ ვერც მივედრებით. ჩვენი პრობლემა მე კონიუნქტურული აზროვნება, რატომ არის რომ ვიღაცა მეგობარი, ვიღაცა მტერი გავიხადეთ. ეს კონიუნქტურაა ყველაფერი და სამწუხაროდ ჩვენი დამოუკიდებლობა სამწუხაროდ რისთვისაც ამდენი ვიბრძოლეთ და მზად ვიყავით ყველა სისხლი დავუღვარა, თითქოს ესე ხელში შემოგვეფშნა და არაფერი დარჩა. ის რაც თქვენ ბრძანეთ რომ ადრით იმ ძველ პერიოდში მართალია რწმენა არ იყო, მაგრამ იყო ზნეობა და დღეს ზნეობა არ არის და თქვენ ფიქრობთ რწმენა არის? ეკლესია გაივსო ხალხით, ეს ძალიან კარგია, მაგრამ რელიგიური გზნობების დაკმაყოფილება, თქვათ მართლმადებელი ეკლესიის გამოყენება რელიგიური გზნობების დაკმაყოფილებისათვის ჯერ ამ ხალხს, რომელიც ამ რელიგიურ გზნობებს იკმაყოფილებს, ჯერ ქრისტიანად არ ხდის. ის როგორც იუდა ვერ გახდა ჭეშმარიტი ქრისტიანი ქრისტეს მოციქულობის დროს. გესმით, ვერ გახდა, ხო? ამიტომ იმ ნომინალური ერთობა ქრისტესთან, ის როგორც იუდას ჰქონდა ერთობა ნომინალური ქრისტესთან, ნომინალური კუთვნილება მართლმადებელი ეკლესიისადმი, ის როგორც იუდას ჰქონდა ნომინალური კუთვნილება მოციქულთა დასისადმი, ჯერ ადამიანს ქრისტიანად არ ხდის. და ჩვენ თუ სულიერ ცხოვრებაში ჩვენ არ გამოვხიზლდებით და არ გავიაზრებთ, რას ნიშნავს ჭეშმარიტი სულიერ ცხოვრება და ჩვენ სულ ვცდილობთ ამას რომ ამ თემებზე ვისაუბროთ, ეს პროცესი აი ესე დარჩება უკეთეს შემთხვევაში, ან კიდევ უფრო გაუარესდება. ხო, აი ესე, იმიტომ რომ თქვენ კითხვა დასვით რომ როგორ გავივსეთ, ამდენი ქრისტე რო იყოს, რამდენი მრევლიც არის, ხო, მაშინ დიდი ხანი საქართველოს სხვანაირი იქნებოდა. ესეც არის. მესმის მეორე მხრივ რომ ადამიანი მთელი ცხოვრება უნდა ებრძოდეს თავის დაცებულ ბუნებას, რომ თქვათ შედეგი გამოიღოს, მაგრამ მეორე მხრივ ის ამ შედეგს ამ სოფელში იღებს და 25 წელი ცოტა დრო არ არის. რომ ძალიან ბევრი ქრისტიანი გაჩენილი ყო ამ ქვეყანაზე ნამდვილი და არა ნომინალური. ხო, აი ესეა და აგით პრობლემა მე მაგალითად მიყვარს ხოლმე რომ საკუთარ თავს დავაბრალო, თქვათ ამ შემთხვევაში როგორც ღდელმა საკუთარ თავს, მე არ ვაკეთებ იმას, რაც უნდა ვაკეთებ და ჩემს გარშემო მე რო სწორად ვიქცეოდე, გაცილებით მეტი ქრისტიანი იქნება. და ეს მოგცემდა იმის საშუალებას, რომ თქვათ ასე თუ იქნებოდა სხვა შემთხვევაშიც, ჩვენ გამბრავლდებოდით და მე შესაბამისად ჩვენი ყოფა შეიცვლებოდა. ის ნაყოფი თუ ჩვენი თავისუფლების ნაყოფი ის არის, რაც თქვენ ბრძანეთ, ეს დეპრესიული და აგრესიული საზოგადოება, ეს ნიშნავს, რომ ის წყალობა, რომელიც ღმერთმა გვიბოძა, ჩვენ მას არასწორად ვიყენებდით ამ 25 წლის განმავლობაში. ასევე ის თავისუფლება, რომელიც ეკლესიას მოეცა, ეკლესია წნეხის ქვეშ იყო კომუნისტების დროს და ეს წნეხი საგარო გამთავისუფლდით და ჩვენ თუ მხოლოდ რაოდენობრივად გავმრავლდით, ეს საკმარისი ნამდვილად არ არის და ესეც ჩვენ პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს, რა თქმა უნდა. უბრალოდ ხო კიდევ ერთი თქვენ თქვით რომ მარტო იმისთვის არის რომ მარადიული სიცოცხლე დიახაც ეკლესია მარტო იმისთვის არის რომ მარადიული სიცოცხლე დავემკვიდროთ. ეს ნამდვილად ესეა. ოღონდ აქ არის ერთი ნიუანსი. მარტო ამისთვის არის. მარტო ჩვენ აქ სამყოფელი არ აქვს პავლე მოციქული გვეუბნება, ჩვენ მარადისობის მოქალაქენი ვართ. ჩვენ აქ სოფელს არ ვაშენებთ. ჩვენ არაფერს არ ვაშენებთ აქ ამ ქვეყნიურს. ის რაც აშენებულია ზეციური იერუსალიმი, ის ზეციდან აშენებული მოვა, ხელთუქმნელი. ჩვენ მას არ ვაშენებთ. ჩვენ ვიმკვიდრებთ იმ ქალაქს, რომლის ხუროთმოძღვარი ღმერთია, როგორც თავად წმინდა წერილი გვასწავლის. ოღონდ აქ ერთი ნიუანსია. თუ ადამიანი ესე ცხოვრობს, რომ მისთვის
მხოლოდ ერთადერთი მიზანი არსებობს მარადიული სიცოცხლე ქრისტესთან და სხვა არაფერი. ესეთი ადამიანი თუ მართლა ესე მიზანმიმართულად მიდის, ესეთი ადამიანის სულში მარადისობა უკვე აქ შემოდის. ანუ ესეთი ადამიანი სული ზეცად იქცევა, ესეთი ადამიანი ქრისტეს ემსგავსება და წარმოგიდგენიათ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი გახდეს ისეთი, რომელიც ქრისტეს ემსგავსება. მაშინ ხო აქ 64 იქნება, მაშინ ხო ივერია გაბრწყინდება, ხო? და მაშინ ხო აი ეს ილიასეული მამული ენა ხო თავის დანიშნულებას მართლაც პოვებს, იმიტომ რომ მამულის და ენაც მოგეცა იმიტომ, რომ ამ მამულის და ენის მომლიჭებელი ღმერთი ადიდო და ამ ქვეყანაში და ამ ადგილას მაცხოვრებელი ადამიანები ზეცაში ადიოდნენ როგორც ანთებული ცეცხლის ალები, ხო? ამისთვის არის. ასე რომ დიახაც, ეკლესიაში უნდა მოვიდეთ იმიტომ, რომ ღმერთნი გავხდეთ. დიახაც, ეკლესიაში უნდა მოვიდეთ იმიტომ, რომ ქრისტეს დავემსგავსოთ. ჩვენი მიზანი განკაცებული ღმერთია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისათვის. სხვა მიზანი ჩვენ ადამიანს არაფერი სხვა მიზანი არ აქვს. არაფერი ამ ქვეყანაზე. მოვდივართ იმიტომ, რომ ღმერთთან ვიყოთ. მაგრამ თუ ესე ხდება, მაშინ ეს ადგილი, თქვათ, საქართველო, იქნება დასახლებული, კიდევ ვიმეორებ, იმ ადამიანებით, რომლებსაც სულში აქვთ არა ჯოჯოხეთი, რომლის გამოვლინებებია დეპრესია, აგრესია და ასე შემდეგ უსიყვარულობა, არამედ დასახლებული იქნება იმ ადამიანებით, რომელსაც სულში აქვთ ზეცა, ანუ მათში მკვიდრობს მამაი, ძედა, სულიწმიდა, ყოვლადწმიდა სამება მკვიდრობს, როგორც თავად უფალი გვასწავლის და წარმოგიდგენიათ, როცა საქართველოში ამდენი ქრისტე იქნება, ქრისტეს საქმის გამგზელებელი იქნება, როგორი ქვეყანა გვექნება, ხო? აი ესეა, ამიტომ თავარს თუ მოვძებნით, გვექნება ის მეორეც. უფალიც ესე ამბობს, სასუფეველი ეძება და მამამისის რა გჭირდება და მოგცემს. მამულსაც მოგცემს და მამულის გაბრწყინებასაც. მაგრამ როცა ჩვენ არ ვეძებთ სასუფეველს, მას შედეგი ეს არის. ამიტომ მე გამოსავალს ისევ ამაში ვხედავ. ჭეშმარიტი ქრისტიანები გავხდეთ. ის რაც ჩვენ დღეს ვართ, ეს ქრისტიანობა არ არის. ჭეშმარიტი ქრისტიანები თუ გავხდებით, ნამდვილი ქართველები გავხდებით. ნამდვილი ქართველები თუ გავხდებით, ჩვენზე არანაირი კონიუნქტურა აღარ იბატონებს. ჩვენ თავად გვექნება როგორ შეიძლება იყოს დამოუკიდებელი, როცა დამოუკიდებელი ცნობიერება აღარ გვაქვს. როცა ჩვენი ცნობიერება მოწამლულია კონიუნქტურით და იმ მასმედიით, რომელიც ჩვენს თავზე იღვრება. რომელ დამოუკიდებლობაზეა? თუ ინტელექტით, გონებით, სულით, გრძნობით და შენი ფსიქოსომატური წყობით არ გახდე დამოუკიდებელი. როგორ იქნება დამოუკიდებელი? ასე რომ თუ ჭეშმარიტებას შევიმეცრებთ, როგორც ქრისტე გვასწავლით, ჭეშმარიტება გაგვან თავისუფლებს. ჭეშმარიტება თავად განკაცებული ღმერთია. ანუ თუ ჩვენ სულში იქნება ღმერთი, ანუ აბსოლუტურად თავისუფალი არსება. და თუ ჩვენ მივცემთ ქრისტეში ჩვენში საშუალებას, რომ ჩვენში და ჩვენით იმოქმედოს, მაშინ ჩვენ აბსოლუტურად თავისუფლები გავხდებით. და მაშინ საქართველოს თავისუფალი ადამიანთა ერთობა იქნება. ესეთი ქვეყანა, სადაც თავისუფალი ადამიანის ცხოვრება ჭეშმარიტად თავისუფალი გახდება. პოლიტიკური თავისუფლებით ადამიანი თავისუფალი ვერ ხდება. ადამიანის თავისუფლება ისეთი მაღალი ღირებულებაა, რომ მარტო პოლიტიკური თავისუფლება მას არ არის საკმარის მისი გათავისუფლებისათვის. ამაშია საქმე. უფალი შეგვეწიოს და იმედი არ დავკარგოთ. მომავალ აღდგომის დღესასწაულს გილოცავთ წინასწარ. და ღმერთმა მრავლს დაგვასწროს. ჩვენ და სრულიად საქართველო. ამინ.